გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება მეოთხე ეპიზოდის განხილვის ვიდეო, თამაშს განვიხილავთ, შესანიშნავ სტუმრებთან ერთად და რაღაც ძალიან მიხარია, რომ ძველი დრო მახსენდება, როდესაც ჩვენ მეგობრებთან ერთად ვერთვებოდით ხოლმე მაფიაში სათამაშოდ. თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ გავაგებინოთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ. როგორ ხართ მეგობრებო? აი, აქ უკვე შემიძლია რომ დაგამიუთოთ ადრეს ხო არამის ვიძახდი ხოლმე რა. კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის და ხალხის კომენტარები რო იყო ძალიან საინტერესო, მაგიტომ ვართ აქ. ანუ რაღაცა საქმე გვაქვს ჩატთან. რა ხასიათზე ვარ. მე ვშალე ძმაურა ჩემეძლო. მეტი რა გითხრათ. მოკლედ. აი, სტარტი კომენტარი არ ხდება ხოლმე საერთოდ. ბიჭო, მე ცუდი კომენტარი არ მინახავს რა. ასე გააგრძელეთ. მოხსენე ამ სულიერად და განახებთებოდა. არა, არისო რა. ცუდი კომენტარები არისო. ეს უფრო რაღაცა გულისწყეთა იყო, ლაშას რო არ დაუჯერეთ მაგით. ო, არა, როგორი დებილები ვარ ზოგადად, დორბლები მოგდის თამაში. საერთოდ პირის აპარატს როგორ ვიკავებ, რო აი ეს დორბლი არ მეწელება, აი ეს არა, ლაშა შეიგარდა რა თქმა უნდა. ლაშა იყო ერთადერთი დორბლებს იკავებდა ამ თამაშში. ეს ეპიზოდი ჩავწერეთ 2 კვირის წინ. ჯერ თამაშის მერე ხო 1-2 საათი იქ დარჩნენ და ვლაპარაკობდით ყველაფერზე ვაფშე განვიხილეთ. ოკეი, მერე ველოდებოდით როდის დაიდებოდა. ეხა დაიდო და მოკლედ ისევ ამაზე ვლაპარაკოთ და ისევ თავიდავტირი მე პირადად. ამიტომ უყვარს ხალხს მაფია და ძალიან დასაფასებელია და ყველა ადამიანის აზრი არის დასაფასებელი, რომელიც გვამხნევებს და გვერდით გვითგას. მოკლედ, დავიწყოთ ხო მე მგონი განხილვაზე, რაღაც ისეთი მომენტები განვიხილოთ, რომელიც გადამწყვეტი იყო ამ თამაშში. სიტუაცია იყო ესეთი, რომ ნულოვან წრეზე თითქმის ყველა უტევდა მახარას და მოიაზრებდა შავად და მას შემდეგ რაც გათენდა და მოხდა გადამოწმებები, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ნინიკო არასახელებს ორი ნომრის კანდიდატურას. მოკლედ მეორე ნომერი რაღაც ფრივარც მე რომ წოს, მაგრამ რეალურად პირველ წრეზე მეორე ნომრის გაშავა და მესამე ნომრის გაწითლება ძალიან არ მომეწონა ამდენი ადამიანმა რომ გადაამღერა. ყველაზე გულწრფელი ჩემი აზრით მე-6 ნომერი იყო თავის ფიჩში. მე-7 ნომერი არ ვერ ფიქრობ რატო აშავით, იმიტომ რომ მე ის არაფერი არ დამიჭერია. მე-9 ნომერი მომეწონა, შენზე არ მაქვს ერთ დადებით და არც უარყოფითი აზრი. მე-5 ნომერს და მე-10 ნომერს თამაში ვერ ვხვდები და არ მომწონს დიდად და მე ახლა ლინკას დავასახელებ უბრალოდ ისაუბროთ ორივემ და გადავწყვეტ რა ხდება. მე-11 ნომერი მომეწონა და მე-12 ნომერიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში არავის არ აგიყვან საერთოდ პას. ანუ იდეაში ერთი კომენტარი რა. რეალურად 4 ნომერმა არავის არ შეუტია. ორ ნომერს კაკრაკბი. თითქმის ყველა მოეწონა და გუნდში არავინ არ აიყვანა. ორ ნომერს შეუტია, რაღაცნაირად ახსენა, მაგრამ დააყენა 5 ნომრის კანდიდატურა. ორ ნომერს არ შეუტია, პირიქით. მეო არ მომეწონაო ის, რომ ორიანსო ყველამ შეუტიაო და სამიანი რო გავაწესო ყველამ რო გადაამღერაო, ანუ პირიქითო რა, ხაო აღარ მომწონსო ეგ ამბავი. მე ეს დავიჭირე, რომ ორიანის შეტევა და სამენის გაწითლება არ მომეწონაო რა, ყველამ რო ერთი და იგივე ილაპარაკაო, გადაამღერაო. და აქ არც შეუტია და არც არ შეუტია ჩემი აზრით, უბრალოდ თქვა რომ აი ყველამ ერთი და იგივე ილაპარაკეთ და რატო ილაპარაკეთ. კაი. მაგრამ ეხა აქ როდესაც სიტუაცია არის რომ ორიანი ყავს გადავაწყვეტებული მაფიოზად, 5-იანის კანდიდატურას არ ასახელებდა. მან და არ იცის ჯერ რომ მოუწევს რომ ორიანი ყავს გადამოწმებული შავად, ეგ არის პრობლემა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ თუ დეტექტივი არის. თუ დეტექტივი არის ხო, ორი არ ყავს ამიტომდე გადამოწმებული შავად. სხვათა შორის ეს იყო ეს ის ფრაზა არის და ეს ის აზრი არის, რომელიც მერე გიორგის მიერ არის 3 ნომრის მიერ არის განხილული მაგიდაზე. გიორგი ვერ მივხვდით და ვინ იყო? გიორგი. მე მინდა რომ ვაფშე ამ ვიდეოში ერთმანეთს ციფრებით მივმართოთ და მოვიხსენიოთ. მაშინ ან გავიდე, გავაჯვაო მაშინ. მინდა რომ მე შენს გარდა. ოპალ, შეხან 0. 0. კაი. ნახე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ორი ნომრის კანდიდატურა არავინ არ დაასახელა ამ თამაშში. გარდა ერთმა ნომერმა დაასახელა 2 ნომერი. წავიდა. ლაშა იხსნება დეტექტივად. დამთავრდა თქვენ. 12-ს უსმენთ?
ეხლა ნახე, მე მყავს 7-იანი გადამოწმებული წითელი. მე ვარ დეტექტივი. 7-იანი არ მომეწონა. დეტექტივი მე ვარ ამაგიტაზე და מחარ მყავს შავად გადამოწმებული. ვასახელებ ვეწერები 4 დეტექტივობაში მეგობრებო. ზაო, 5 შეციხსნები დეტექტივად? ანუ ეხლა გადის 4. ეს ვერ გავიგე, ხო თავიდან მე გავაშავე. ვეწერები 4-0-ის დეტექტივაში. ხო, ეს კომენტარი ვერც გავიგე. მე შემიძლია აუხსნა რატო გადავამოწმე 7 ნომერი რა. გითხარი. პირველ წრეზე ვინც არ მომეწონა რა, ეს იყო 1-იანი, 2-იანი რა თქმა უნდა, მაგრამ 2-იანი מחარა არის, იყო 7-იანი და 11. აქედან ჩემთვის 1-იანს არ გადავამოწმებდი, რომ 1-იანი იყო, מחარას იმიტომ არ გადავამოწმებდი, რომ მე ანუ იმდენად დარწმუნებული იყო ქალაქი და შავი კარტი რო იყო, არ მგონია რომ ღირებული გადამოწმება ყოფილიყო, ამიტომ რომ מחარა რო შავია, როგორც წესი, ისედაც ხვდებით რომ შავია რა, ანუ მარტივად საპოვნელი მაფიოზია ხოლმე როგორც წესი რა. 5-იანზე ერთადერთი რაც არ მომეწონა რომ უეჭველი დაუძახა, მაგრამ მაგით გუნდებს უფრო ვერ ხვდებოდი და 7-იანი იყო ისეთი კარტი, რომელთან ერთადაც ჯერ ესეთი ცოტა ნაკლებად ესეთი ტიპია რა, ანუ ხშირად არ მითამაშია, უფრო გამიჭირდებოდა მისი ამოცნობა, ემოციურად ძალიან არ მომეწონა, სიტყვა ბოლომდე არც დაუსრულებია, შეფასება არ იყო უფრო მეტად მისი სუბიექტური აზრი, ანუ უფრო მეტად გაიმეორა რაღაც სიტყვები. და ამიტომ ვიფიქრე რომ 7-იანს გადავამოწმებ, თუ მაფიოზი დამხვდება, ძალიან კარგი, თუ არა და მეორე წრეზე დავაკვირდები, ვინ შეუტევს, რომ 7-იანი მარტივად გასაშევებელი მოთამაშე იყო. და 7-იანს შეუტია 4-იანმა. მახსოვს რომ შეუტია 2-იანმაც რა, ანუ შავმა კარტებმა 7-იანს შეუტიეს, რომ 7-იანი მარტივად გასაშევებელი კარტები იყო რა. ანუ 7-ს 11 შორის უფრო უნდა გამეკეთებინა გადამოწმება და გადამოწმე 7 რა. და 7-იანზე მე მაგიტო არ გავხსნილ ვარ, რომ 7-იანზე დიდი შეტევა არის ხალხო და რაღაც. მე უბრალოდ ვიცი რომ ამ მაფიის ვერსიაში საჭიროა რაც შეიძლება მალე გაიხსნა და ინფორმაცია მიეწოდო, ასე ვთქვათ, მოთამაშეებს რა, თორე ერთ-ერთ თამაში ვნახეთ რაც მოხდა, რომ ლუკა კალდოზი იმის გამო რომ არ გაიხსნა, მოხდა ეგეთი მცირე ალბათობა, მაგრამ გავარდა რა. ამიტომ გავდექი და გავიხსენი რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა, ასე ვთქვათ, მოთამაშეებს. მე რაღაცას დავამატებ, მე კომუნიკაცია მქონდა ყველა მოთამაშესთან აბსოლუტურად ყველას რაღაცას ვეკითხებოდი და მე შენს და კალასაც, ანუ მე და კალა ვამჩნევდით რომ შენ 7-იანის წითლით იხსნებოდი. იმიტომ რომ ანუ მე გეკითხებოდი კიდევაც კომუნიკაცია მქონდა შენთან, სანამ გაიხსნებოდი იქამდე ვიცოდი რომ დეტექტივად იხსნებოდი 7 წითლით. ისევე მეც და კალამაც ჩემი აზრით. კალას ვანიშნე მე, სულ პირველი კალას ვანიშნე. კი, კალას ანიშნე და მე ხო ეს დავინახე და მე უკვე ვიცი რომ შენ იხსნები 7 წითლით. ძალიან საინტერესოა უკვე ეს ასე ვთქვათ, განხილვა, იმიტომ რომ აი ეს დარწმუნებული ვარ ბევრს გამორჩა. კალა ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე წითელი კარტი და თან მკითხა და ვანახე 7-იანი წითელი მაქვს მეთქი. ანანოც პირველ წელს ვთქვით რომ შენ მკითხე და მე გითხარი 7-იანი წითელია მეთქი რა. ანუ წითელია ხო შე ისე კითხე რომ ანუ ეხლა შეიძლება რას ფიქრობ 7-იანს და წითელი მგონია იყოს. არა, ესე არ მithქვამს, ესე არ მithქვამს. უბრალოდ არა, ეგ ხო, მაგრამ მე დეტექტივი ხარ თუ არაო რა. აი, ლაშა ერთი კითხვა ნახე. შენ ბაზარია და מחარას არ შემოწმებაზე და იმაზე, ოკეი, მოყვები რაღაც პონჩი რომ ანანო პირველ წელზე 4-იანს უთხრა შენ რაღაც როლში ზიხარო. მე მაგთან აი რაღაც უფრო დეტექტივისკენ ნერვიული თემა იყო. მე რო დეტექტივი შავი მეგონა, მაგრამ გაუყრავე. შავი მეგონა დედას. მე რო დეტექტივი ყოფილიყავი. მე რო დეტექტივი ყოფილიყავი, მან 4 შევამოწმებდი უფრო. იმიტომ რომ აი პროსტა პატიოსანი მოქალაქე მოვიდა და ეგრე ნერვიულობს, მაგას ვერ დავიჯერებდი. შენ რო დეტექტივის კარტი გქონდა, მე მგონი რომ ყველაზე კარგი შემოწმება 4-იანი იქნება. არა, ეხლა ნახე 4-იანი თუ პოტენციურად დეტექტივად იხსნება, მაშინ 4-იანი შემოწმება დაკარგული გაქვს, იმიტომ რომ თუ გაიხსნები 4-ის შავით, მე 4-იანი აწევს დეტექტივის ნიშანს და დაკარგული რატო გაქვს? გოდი შენ პირველი შენ ამოწმე და პირველი შენ ეხსნები და მე გაგეხსნება ის. შენ გამოყვეს ქალაქ. არა, პირველი არ არის არგუმენტი რა. ანუ ამასე დონმა რომ დეტექტივი პოვს და პირველი გაიხსნას, ეგ ხო არ იქნება არგუმენტი რომ აი ეგრევე ვიყო და რაღაცა რა. ბიჭო, ძალიან დაბალი შანსია კოპალ რომ არა, რა თქმა უნდა არის ხო, შანსები ბევრად მეტია რომ 11 კაცია და ის არა ქვია. რა თქმა უნდა, მაგაში კეთახმები, მაგრამ ხო არის მაინც ეხა ეგ რა, ეხა შენ რო დეტექტივი იყო და ვიღაცა გაიხსნა შენი შავით, აი მაგრა უხერხულში ჩავარდებით, რომ არა და იცი რომ შენ ხარ დეტექტივი რა. ბიჭო, კი, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ბენეფიტია ქალაქისთვისაც და ნაღდი დეტექტივისთვისაც, რომ პოულობს, ეხა მაგიტო გაქვს ეგ ფუნქცია დეტექტივს, რომ იმას ეძებ, ხო, როგორ დონს პროსტოროს და დეტექტივს ეძებ. ნახე, შავი რო პოულობს, პირველი ღამეს რავი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის. იყო ლაშასთვის უეჭველი შავი და შეიძლება მე რო დეტექტივი ვყოფილიყავი 11 არც გადამეყვანა, პროსტო ხელით გამეყვანა ჰიკა, მაგ თამაში იყო ძალიან შავი.
და მე დაჟე ჩემს სიტყვაში ვუთხარი ლაშას, რომ მე მომწონ შენგან შვილის გადამოწმება თქო რა. ანუ მე მომეწონა ლაშა, რასაც აკეთებდა იმ თამაშში რეალურად და მე ვიტყვი რა გადაწყვეტილება რის გამო მივიღე. ნახე, იცი რის ჩავდება მანდ? ვინც აშორებს და წითელს ეძახის. მოდი მაგას დაუბრუნდეთ რა. ადამიანი, რომელიც გრძნობრო დეტექტივად გეხსნება, ეგ არ უნდა გადაამოწმო რა, იმიტომ რომ ეგ არის დაკარგული შემოწმება. იმიტომ რომ ვაფშე 4 გადამოწმება, 4 გადასამოწმებელი შავი უნდა იპოვო და თუ ერთი კიდე დეტექტივად გაგეხსნა, იმ სამს ვეღარ გადაამოწმებ რა, იმიტომ რომ უკვე ვერსიის თამაში წავა და ეგ რა ისა, ვინ თქვა ეგ, აი რა წესი. ბიჭო, ანუ ლოგიკური არის. შენ როგორ უნდა იგრძნო? შენ აი პირველ წრეზე ხვდები რომ იქიდან დეტექტივად გეხსნება უეჭველი ვიღაცა და არ ამოწმ, ანუ ისეთი მაგარი ხარ რომ დაჟე იგრძნო დეტექტივად გასვლა და ახოდო ორი ნომერი იცი რომ შავი არის, ერთში ეჭვგებარე, აბა ვიღ რა ამოწმ. ესე იგი უეჭველი წითელს და პირველი ვეღავდეს. კი, აი ცოტა შენ კონტროლ არგუმენტს გეტყვი რა, გახსოვს ჩვენ რომ ლაპარაკობდით, ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე მე რატომ ამოწმებ თუ პირველ ღამისო რა, თუ შავი ვარ გაგეხსნებიო და თუ პატიოსანი ვარ ისედაც ვამტკიცებ ჩემ პატიოსნებასო და არიან ადამიანები, ვინც კი არიან ადამიანები, ვინც არ უნდა გადამოწმე. ახლა მე შენ არ გადაგამოწმებდი, ვიცი რომ მახია თუ ხარ გამეხსნები დეტექტივად რა, ხო გამეხსნები. იმიტომ რომ მაგის თავი გააქვს რო გამეხსნა რა. ხო და არიან ადამიანები, ვინც ისე ლაპარაკობენ, თითქოს აი მე რაღაც როლი მაქვს ამ თამაშში. მე შავზე არ ვიტყოს, მე მომბუდი ხოლმე რომ წითელი როცა ვარ, წინა სეზონი არის იმის წინა სეზონზე იყო, რომ ორჯერ მოვედი, ორივე დღეს წითელი გადამოწმება დადეს ქალაქმა. ორივეჯერ მე გადამოწმეს და რაც მინდა მეთქი, მე რას მაძლევს ეგ წითელი რო ვარ. იმიტომ რომ გამოცდილი მოთამაშეა და ბევრი რაღაცა მოქმედებს ხოლმე მან. ეგ შენ გადმოსახედიდან კი ბატონო რა, მაგრამ ნახე 5 ნომერმა უთხრა 4 ნომერს რომ შენ რაღაც როლში ხარ რა, რეალურად 4 ნომერი ნინიკო მომზადებული იყო იმისთვის რომ ამ თამაში თუ შავი ამოვიდო და აუცილებლად უნდა გახსნილიყო და მით უმეტეს დონი როცა ამოვიდა, აქ ეტყობოდა 4 ნომერს რომ დეტექტივად იხსნებოდა. და მაგ დროს არ უნდა შეამოწმო. ო რა, ანუ ჯობია რომ სხვა შეამოწმო რა, იმიტომ რომ ნახე, ანუ ბოდიში, აი პირობითად, ნახე, ხო არის ხოლმე სიტუაციები, როცა აი ნულოვანი წრე არის, კარტებით არის და ვიღაცამ თქვა, რაღაც მომენტში რომ დეტექტივი ვარო რა, ამ დროს იცი რომ შენ ხარ დეტექტივი და ვიღაცამ თქვა რომ მე ამას გადავამოწმებ. იმას შენ იმ ღამით ხო აღარ გადაამოწმებ, თუ მაინც გადაამოწმებ ხა იმას, ვინც ეგ თქვა რომ დეტექტივი ვარო. ანუ რეალურად იმის გადამოწმება და შავი რომს დაგხვდეს, ანუ ეს აღარაფერს აღარ გაძლევს, დაახლოებით იგივე მომენტი არის. მაგრამ არის ხოლმე მომენტი, როცა ხვდები რომ ვიღაც შეიძლება გაგეხსნას დეტექტივად, მაგრამ არის ხოლმე მომენტი, როცა პირიქით ამბობს, პირიქით დეტექტივი ვარო, ანუ ჩემი მაგრამ ეს ხო ეს შემთხვევა არის, პირიქით 4 ნომერი ძალიან ნერვიულობდა, შეიძლება და გახსნას თერაპირებდა, ანუ იმდენად ნერვიულობდა, რომ დეტექტივად შეიძლება ვერ გეფიქრა პირიქით, რომ გაებედა და გახსნილიყო. ანანომას დაუმატა რომ რაღაც როლშია ეს 4 ნომერიო, ამას ხო ლაშაც ისმენს. მე როლი იმიტომ ვუთხარი რომ შავი მეგონა და ერთადერთი რაც ვუთხარი რომ მე იხსნები რა, თუ არა და გაგიხარ. ეგ არის შენს ფიქრებში, ხა და სხვა მაგას ფიქრობს რომ შეიძლება შენ დადებითად ელაპარაკები მაგას. ხო, უი აქ არა, არ მომეწონა. რა კარგია რომ ლაშიც არის, შენ გრძნობდი რომ 4 ნომერი შეიძლება და გახსნილიყო? არა. მე სახეზე მივხვდი რომ არა. გავიარეთ. არა, მე ნახე 4 ნომერზე მე კომენტარი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ნულოვანი წრე ჩემთვის 4 ნომერი იყო ძალიან ნეიტრალური რა. რაღაცა რო ეჭვი მქონდა, გადავამოწმევდი. მაგრამ არ იყო ჩემთვის ისეთი საეჭვო, როგორც იყო მაგალითად 1-იანი, 2-იანი, 5-იანი, 7-იანი და ჰიტა, ანუ 10-იანი. ჰიტა ხო 10 იყო. ხო. აქედან მერჩინა რომ უფრო მაღალი ნომრები გადამემოწმებინა, იმიტომ რომ მე ჩემს ლოგიკაში უფრო მეტ ინფორმაციას მომცემდა სხვა გუნდებზე და 7-იანი იმიტომ შევარჩიე რომ თუ 7-იანი დამხვდებოდა პატიოსანი, ანუ მაგიტო გადავწყვიტე საბოლოოდ რა 7 ნომერი. თუ 7-იანი პატიოსანი დამხვდებოდა, შავი კარტები შეუტევდნენ, იმიტომ რომ მარტივი გასაშავებელი და გასაყვანი იქნებოდა გიგი. აი ხა მაგალითად შენ თუ პატიოსანი ხარ, გაუჭირდებათ რა არგუმენტის წამოყენება შენზე და გიგი არ არის ისეთი გამოცდილი მოთამაშე, რომ მაგის წინააღმდეგ მაფიოზმა ვერ ითამაშა. და აკრას თუ გინდათ თავიდან ჩართეთ, მინიმუმ 2 შავმა გიგი შეუტია. ვინც გიგის დაასახელა, შავი კარტები არიან. კი, ბაზარი არის, ნახე შენი პერსპექტივიდან შეიძლება სწორედ შენ რო ინფორმაცია ქონდა და მოგეგროვებინა, ძალიან კარგი გათვლა გააკეთე რა. და კარგად შეამოწმო რა. აქ თელი მუღამი ხო ის არის რომ ქალაქის თემა რამდენად დაგიჯერებენ გადამოწმების დროს და მაფიოზებს როგორ დაესხმები თავს. ანუ როგორ შეუტევ. ეხა არის პირველი ნომრის ლაპარაკი. 6-იანი, აჩი. 4-იანზე წითელი თქვი? თუ შავია მეორე, იმიტომ რომ აი ეს კონტრასტული ლაპარაკი ქონდა 4-იანს მეორე მე წითელი გონია. ახლა 7-იანი ეს გადამოწმებული წითელი. მე რო ვიყო მაფიოზი შვიც ეგრევე გაგიშავებით რა. არც ჩემი გუნდელის წითლით არ გამოი არის სისულელი. 11 არ მომწონს
5-იანიც არ მომწონს რა. აი 10-იანის დაცვა. შენ ახლა 5-იანის შენ გეტყვი რაღაცა. შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ 2-იანზე, უფრო მეტად უნდა გეტყვა და ჩაგეჭირა რომ მაფიოზი არისო. იმიტომ რომ 2-იანს ძალიან ცუდი ლაპარაკი ქონდა რა. 4-იანი შენ 2-იანი გადაამოწმე შავად და დეტექტივას არ იხსნით. 4-იანი არის მაფიოზი. 1000% ეხა ვის მე დამასახელე უეჭველი. დასახელებულები არიან 10, 5, 11, 9, 1, 4. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომერი დახურავს წრეს. თქვენი 1 წუთი. აი ვასახელებ 2-ს, 7-ის დასახელება მინდოდა ყველა ვარიანტში, მაგრამ სხვა, ანუ 2 გვინდა რომ გავუშვათ მაგიდან 1 წამ. ანანო შენ გიპასუხებ, ჯერ მე ვთამაშობ ყოველთვის ემოციურად, განსაკუთრებით წითლიდან, ჩემი თამაში ერთხელ მაინც რომ შენ მოგეხედა აქ რომ მოვდივარ ხოლმე, მაგიდას ვაყირავებ. არა, ყველას მაგალითს იყო რომ מחარა გამოშტერდა, რა ხდება, ანუ ხო. სახე კონდა ალეწერო, რა ხდებაო ვაფშე ეს? ლაშა არისო დეტექტივი, ანუ არც უნდა მაგის თქმა და თან თავის სცენის შავად აძლევს, ანუ ვაფშე არც მე რა ილაპარაკე, არც მოისმენია, იმენა გაგიშდა. არა, ძალიან კარგად ილაპარაკა. ძალიან მომეწონა מחარას ლაპარაკი, ალღოა უკარა. ვინმე ცუდი გითქვამს, თუ სულად ილაპარაკაო? არა, 1 წუთი რა, თუ კრიტიკა გინდათ, კრიტიკა აქ ეხა מחარას არ ეკუთვნის, იმიტომ რომ გამოუცდელია. შეუსრულეს. ანუ ახე ბიჭო, მე მაგალითად ესეთ სიტუაციაში რომ არ ყოფილვარ და პირველად ხვდები, ძალიან დავიბნეოდი და აქ מחარა არ დაიბნა. აი აქ რომ מחარა გამოსულიყო და ეთქვა, ნინიკო, რებს აკეთებ, ჩემოშაო, გეშლება. ხო ჩაიშლებოდა ყველაფერი და გადავხარხარდებოდი. რა გამოუცდელი აღარ არის, ეგ იდიოტია, ახლა მაგას თუ იზამს. რა ვიცი, არა, მე ხა მაგას არ ვიცახი, მაგრამ ხო შეიძლება მაგი თამაში არის რა, ანუ პირიქით შეება ძალით ექნა. ბიჭო, ხო შეიძლებოდა რომ მოხდარიყო, აი מחარასკენ არაფერი არ არის გამორიცხული რა. არა ხო. რაც ილაპარაკა מחარა, კარგი იყოს. აი 2-იანი გავიდა და 2 მაფიოზი დარჩა პირველი ღამის მერე, ხო ეგრე გამოვიდა. 2 მაფიოზი დარჩა პირველი ღამის რომელსაც ერთი უეჭველიც რომ იაკუძა ცოცხალია და შეიძლება ან უეჭველიც რომ ღამე უეჭველი თუ არა დიდი შანსია რომ მოკლავენ დეტექტივი თუ ხარ. ხო ეგრეა. ანუ თავის გაწირვა რა დონეზე თავის გაწირვა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის, მაგრამ ვერსიის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენი დეტექტივობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ დაიჯერონ და იქნებ ბასტო გაძვრეს. მითხრა პრობლემა არის. ვერ ვიგებ რა ლოგოთ ვიცი, იმიტომ რომ ჩემ თავზე გამოცდილებით, ანუ ლაშა არის დეტექტივი. ეს ოქრო ადამიანი გამოცდილი მოთამაშის გჯერა, რომელიც წითელი კარტით გაიხსნა? არა, მე მჯერა ჩემი თავის. მე რაც ვარ ზუსტად ვიცი. მე რაც ვარ. აუ, რაღაცას ვიტყვი რა. თქვი. კარჩე, ეს გამოუცდელი თემა, ერთადერთი არ ჩიმახსენა, იმიტომ რომ მართლა მეორედ არის გადაცემაში მოსული და მეორე ნინიკო ლაპარაკობდა მხოლოდ არც კალას არ უთქვამს გამოუცდელი როგორც არგუმენტი, არც მე არავის ეგ არ გვითქვამს არგუმენტად რა, მარტო შავებმა და მართლა გამოუცდელმა მოთამაშეებმა თქვეს რა და მაგიტო გადაგვიარეთ რომ აი ლაშა გამოუცდელი და როდემდე უნდა ითამაშოთ ამ არგუმენტებით და არც ერთ გამოცდილ მოთამაშეს ეგ არგუმენტად არ უთქვამს. არა, ნახე, უყურე, მე ხო პირველად ხედავ ნინიკოს თამაშს პროსტა. ნახე, შეიძლება არ ვთქვი და არ ჩავაჭირე მაგას, მაგრამ მე ხვდები რომ მე ხო არ ვიცი, რამდენი აქვს ნათამაშები, როგორ აქვს ნათამაშები და ხვდები რომ დეტექტივის კარტი მომენტურად მოუვიდეს და დაავიწყდეს დასახელება. ანუ უშვებ რა, ლაშა რო იყოს. მე ვუშვებ. ხო და ვერ გამოვრიცხავთ სამწუხაროდ მაგ ფაქტს. ანუ აი ვერა მე რამდენჯერ ყოფილა რომ დეტექტივი გასულა ხელით მიცემით არც ვთქვამს რომ დეტექტივია. შესაბამისად, იმდენი სიგიჟე მინახავს თამაშებში, რომ ხოი მე 2 რატო არ დაასახელა? არ არის რა ჩემთვის არგუმენტი, იმიტომ რომ მართლა ნინიკო რო ყოფილიყო დეტექტივი, აი როგორ გადამივლიდნენ, იცი? ძალიან მარტივია, ასევე ეკრანებიდან ნახვა რა, ადგილზე ძალიან რთული არის. წეგან ჩვენ საუბრობდით, გვერდით ვიღაცები რო გიზის, ძალიან რთულია რომ ყველას ემოცია დაინახო რა. აქ ეხა კადრში ჩვენ მონტაჟის დროს ვსვავთ ზუსტად იმ ემოციებს, რა ემოციებს თუ გამოხატავენ რა, თუ არ გამოხატავენ არ ვსვავთ და იქ შეიძლება რაღაცეები გაგეპაროს რა. გასაგები არის და კიდევ ერთ კომენტარს გავაკეთებ რომ უნდა ყველას ესმოდეს რომ ეს პროექტი, ეს სეზონი რა, უფრო ნაკლებად სპორტული უნდა იყოს, ვიდრე All-Stars პროექტი რა. იქ უკვე ყველა უნდა იყოს მომზადებული ფოლებისთვისაც, რომ ვიღაც გავარდება აუცილებლად თუ აიღებს, რაღაცა უფრო მეტად სტრატეგიების გათვლაზე და ასე შემდეგ რა. აქ უფრო ნაკლები უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ახალი და შესაბამისად ამათი მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად პროექტისთვის
და YouTube-ისთვის. და ეგ გამოცდილების და გამოუცდელობის თემა ყოველთვის ფსიქოლოგიურად იარსებებს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა სტრატეგიულად განვიხილოთ, მაშინ ეგენი უნდა გავთიშოთ რა. გასაგებია, ანანო გეთახმები თქვენ ნაკლებად გილაპარაკიათ გამოცდილებას. კაი, წავიდა ღამე. აქ მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვერსიის თამაში მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო არის, როდესაც ორი დეტექტივი არის გახსნილი და ქალაქი ფიქრობს, ის არის თუ ის. აქ რატო მოკვდა, მაგას ვერ ვხვდები საერთოდ. აჩი 4-იანის დეტექტივობას განიხილავდა. ხო. ხო, ეხოს ორხაზოვანი ფიქრი არის რა. გასტოს აქ უკვე ნაპოვნი ყავს იაკუზა? კი, პირველივე გავეს ყავს. პირველივე ღამეს. რატო არ ესვრიან? ანუ ნახე, აი ხა შეხედე თეორიულად დავუშვი რა. ნინიკო ხო ღამის მსხვერპლი არის და იაკუზამ შეიძლება მოკლას. აი, ერთ მაფიოზი რჩები და ერთი არგუმენტი მაქვს. მეც არ ვამართლებ, მაგრამ ნახე, ამდენ ადამიანში მეორე მსროლელი გჭირდება. ხვდები? რომ პატიოსნები დახოცოს და იმის შანსი, რომ აქ ეხა იაკუზა დეტექტივს არ ესვრის, 4 ნომერი უფრო დეტექტივი არის ვიდრე 12, არც 12 არ მოკვდება. ამ ღამით არა. ამ ღამით არ მოკვდება რა. ამ ღამით არა. მაგრამ ამ ღამით თუ არ მოკლა, მომდევნო ღამეს მოკავს. ანუ ეგეც არის არგუმენტი რა. ამიტომ უნდა ისროლო ამ ღამით, სწორედ. ამიტომ უნდა ისროლო ამ ღამით. ერთი კილი მაინც იქნება და დაგეხმარება. ჩემი აზრით უნდა მოიკლოთ რა, იმიტომ რომ ზუსტად იაკუზამ მოკლა მე და იაკუზამ გავუკვირდა კიდე ხო, მაგრამ ეხლა რო უკვე מחარა რო შეეწია, რაღაცა გაუმართლოთ რა. უეჭველი უნდა მოიკლოთ ერთი. არა, უეჭველი არ არის რა. ძალიან რამდენ ადამიანში 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კაცში არის 2 შავი. და არ ჯობია 11 კაცში იყოს 2 შავი და 9-ში 1? მე ვიტყვი რატო უნდა მოიკლოთ უეჭველი? იმიტომ რომ მანუს და ლენკაც, აი ლენკა ფოლია იყო, გადავხდიო 4 ნომრის დეტექტივობაშიო. ორივე ამის დეტექტივობაში თამაშობენ და იაკუზას ნახდად არ აწყობს, რომ დეტექტივმა შავად გადაამოწმოს. შესაბამისად, უეჭველი კლავ დეტექტივს. იმ პრეზე ნინიკო ეგონათ დეტექტივი, ნინიკო არ ეგონათ მაფიოზი. ხვდები? ნინიკო როგორც დეტექტივი ისე უნდა მოიკლოთ. ლაშ ჩაგვირთე. მაგრამ ბექარაშვაშა და ბასტობ არაჩვენა რომ ნინიკო ისა ერთი ნომერი იყო იაკუზა. ნინიკოს არაჩვენა, იქ მე ვერ დავინახე. არ უჩვენებია. ხო, არაჩვენა. ამ ღამით არ უჩვენებია, მაგრამ მე მგონი ხელს იშვერდა რა, ერთიანი. ხო და აი მე მგონია რომ აუცილებლად უნდა მოეკლა რა. ოკეი, ნუ შედეგი, მით უმეტეს შედეგი როგორიც მივიღეთ, აუცილებლად უნდა მოეკლა. თუმცა ვარიანტი და ერთი ლოგიკა ძალიან პატარა პროცენტიანი არსებობს ის, რომ 11 კაცში მხოლოდ 2 შავია და ვიღაც პატიოსნები რომ მოკვდნენ ღამე უფრო დიდი შანსი არის. თქვენი არგუმენტები 100% მე რა არგუმენტი მაქვს, იცი? ჩემი აზრით, რადგან 2 დარჩნენ და არა 3 და მით უმეტეს თან უფრო მეტად ხვდები რომ ნინიკოს დეტექტივობას განიხილავენ, უნდა მოკლა რა. არ უნდა გარისკო, რატო უნდა გარისკო რა? ეხა აი პროსტა რო ამდგარიყვნენ და რო გაესროლა იაკუზას მაგალითად და შემთხვევით ბასტოს რო. აი აქ ხა ძალიან რენდომ კილი მოხდა ორივე რა. ეხა რო ბასტო მომკვდარიყო, მაფია. ამიტომ არ უნდა გარისკო რა ეგეთ დროს. ჩემი აზრით ეხა თორე დიდი რისკია, შეთანხმება. ხო, რისკი არის თორე, რისკი არა რომ რა ქნეს ამათ. აქ არა, ეს თამაში არ არის აუცილებლად რომ სწორი გაწყვეტილებები მოგაგებინებს, ანუ ვაფშე არ არის, მაგრამ რისკების შემცირებაზეა რა და ეხა არასწორი თამაში იყო ეგ. ხო, მაგრამ იმის შანსი რომ ვინ არის იაკუზა კლავ რა, მორჩა ან შავად მოუწვევ. უეჭველი, მორჩა. იმის შანსი რომ აქ ბასტოს დაასვავენ kills არის ძალიან პატარა. მე მგონი რომ თუ არ კლავს, მე კიდე ერთი ვარიანტი მაქვს, თუ არ კლავს. ბასტომ უნდა ანახოს, რომ ერთიანი შავად ყავს გადამოწმებული და ერთიანი ამ წრეზე უნდა გადაამოწმოს შავად და არ უნდა შემოვიდეს ნინიკო 11-ის წითლი. კი ბატონო. იმიტომ რომ ეხლა ერთი უნდა მოხსნას. კი ბატონო. აი მაშინ ბასტომ უნდა ის უნდა შეუჭიოს, ბასტო არ უტევდა ერთიანი გამოკვეთილად, მიხვდი? ამიტომა საჭირო რა ძალიან მაგარი კომუნიკაცია. აქ უკვე გადამოწმებული ყავდა რა. რაღაც მომწმებინებო. თარი, აი ეს რო გიქნა, ამით მივხვდი რაც გითხარ.
ოპა, აქ ეხა კვდება 7-იანი და რატო კვდება 7-იანი, იცით? იმიტომ რომ შავი გონიეთ ლაშასთან ერთად. ალბათ. 7-იანი შავია და 7-იანი მოკლედ. იმიტომ რომ მე გავამართლებ ლენკას რა და ერთ ნომერსაც ამ შემთხვევაში 7-იანი ისე ჩაიწერა ლაშას დეტექტივობაში, როცა 4-იანს არ წავდა გადამოწვეული, просто ესე ლაითად შეუტია რა. მე რომ შემომიტიოს ორი დეტექტივიდან, რომელიმე მე უეჭველი არ ჩამოყალიბდები დეტექტივებში რა. ისე არც კი განიხილა რა. ხო, 7 ნომერმა არც კი განიხილა. ხო და ერთი შეხედვით ახლა კარგი იყო რა. ის ლენკას ადგილზე თავი რო წარმოვიდგინოთ, ანუ ნინიკო ერთიანის კი შავად იმას აქნა და ამ კაი, მივართ. უჭველი ეგ არის რა. ლენკასთვის კი? აი ეხა ეს არის ტოპ რეაქცია, მოიცა? არაო. აქ გრძნობს ლაშა რომ 5-იანში რაღაცა ვერ არის კარგად. აქ ვიტყვი, აქ ან ერთიანი და შემოწები და ან 5-იანი რა, მაგრამ რადგან ანანოსი მე პატიოსნებოდა და ანანოს ჯეროდა რომ 5-იანი წითელი იყო, მეც 5-იანი წითელი დამხვედროდა რა და ამიტომ თორე ან 5-იანს ვამოწებდი ან ერთ ჩემთვის მართლა არ იყო მნიშვნელობა. იმდენად დაწყებდი კიდე აქ. აი, სიმართლე რომ გითხრა 5-იანზე ვგრძნობდი რომ კვლელი არ იყო რა, აი როგორ გითხრა. აი სისხლი არ აი როგორ გითხრა? ნუმოვანი წრიდან ძალიან შავი. ჩემთვის ხო ერთ-ერთი ყველაზე ხუთი? მაგრამ წითელს ვარაძებდი, ხო შავს ეძებდი აქ. აქ ხო. ხო, ეხა შავს ეძებდი. ეხა შავს ეძებდი რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე გადამოწევად რომ წითელი დავდე, მან უკვე აზრი აღარ აქვს რა შავი რომ მეპონა თქვენთვის უფრო ცუდი იქნებოდა. მე ვინმე შავებოდა, იცი? ხიტა მეშავებოდა მე ძალიან. ეხო ხარ პატიოსანი. მე რო კიდე ერთ წითელს დავდებ, მე კიდე ექიმი რო გაიხსნება და შე რო პატიოსანი ხარ, ანუ მორჩა მან რა, მიხდი. ხო, შენ ერთად დეტექტივი არ ხარ. გავიგე, მაგრამ მე ჩემ მიზანია ისო დაგაშემ. აი, მოიცა, ლაშა. დაგაჯერეთ, კალა. აზრი არა, გინდა შავი დაგიდე, გინდა მწვანე დაგიდე. არა, ნახე, შეხედე. ეს არის წრე, სადაც შენი კრიტიკა დგას ეხა, ხო? შენ თუ შავ ვერ დადე ამ წრეზე, მაშინ ბალა. რატო ჩემ 4 გადის კრიტიკაზე. არა, ხო, ეხა წემა გავიდე 4-ის მხრიდან გავიდა მაფიოზ. ეხა რატო არის ჩემი კრიტიკა? იმიტომ რომ ის უფრო ჯერათ და მომენტ რო ორივე წითელი არ არის. ორი წითელი თუ დაიდო დღე, მაშინ უკვე იწყება რა. რო ეხა დეტექტივებს შორის არ გავიდეს რომელიმე. კაი, ლაშას რო პირველი შემოწმებდი. ორმაგად შავი იყო. ხო, მაგრამ მან უეჭველი შავია, აი ხო არ ვიცით ეგეც. კი ბატონო, მაგრამ ის კავა. იგივე არგუმენტით, აი ნახე, რა არგუმენტიცაც ანანოს ეგონა რომ 7-იანი ჩემ გუნდში იყო, რა არგუმენტიცაც ლენკას ეგონა და მაგიტო მოკლა 7-იანი, მანუც იყო ზუსტად 5 ნომერთან ერთად, ვიც ეგრევე ჩაეწერა 4 ნომრის. ნახე, შენ პატიოსანი ხარ, ფიქრობდი, შენიშნა მიეცი 4-იანს, 10-იანს განიხილავდა, ჰიტა რომელიც ვერ ჩამოყალიბდა 3 წრე, ისიც კი განიხილავდა, ისიც კი დაბნეული იყო, სოსოც დაბნეული იყო, მაგრამ 1-იანი და 5-იანი ეგრევე მიეკედლა. მე ის კომენტარი ვერ გავიგე, ლენკა რო ამბობს, გაიხსნა თუ არა, სომე 4-იანის დეტექტივაში ეს შავი კარტის თამაშია. ერთ რაღაცაში ვერ დაგეთახმები ლაშა, რომ აქ შოგუნი არის და პლუს 4 შავი არის რა და 3 წითლის დადება აღარ გჭირდება რა, ცუდია რა. ხო და ჯობია რა, ის ერთი შავი მაინც უნდაო რა. მომისმინე წამს, მაინც მე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში რა, 3 წითელს რო დებ რა, შავი რო დამედო, შენ შოგუნი მაინც მოსაძებნი გაქვს. შენ პირველ ვარიანტში 3 წითელს დაგიდებ თუ 3 შავს დაგიდებ, შოგუნი მაინც მოსაძებნი გაქვს ერთშიც და მეორეშიც. ამ 3 წითლიდან 2 ხო უეჭველი წითელი იყო. თავარია რომ ჯერ მსროლელი კარტები გაყარო. ჩემთვის ეხლა რა მსროლელი თუ უნდა გაყარო, მაგიტომ უნდა შეამოწმო ლაშა შავები. როგორ? მაგიტომ უნდა შეამოწმო შავები ვინც გონი. 2 წითელი მქონდა ანანო, 2 წითელი მქონდა, ამიტომ მე 3 ეხა გეტყვი რა. ნახე, 3-სადაც ხო ამოწმებდი. აი, 3 გადაამოწმა მაგალითად პატიოსთან. რა უნდა გაიგო? მე არ ვამბობ. 11-სა და 5 შორის ვინ არის შავი, როგორ უნდა გაიგო? მე მაგალითისთვის თქვი ეგო 3-ს ან 10 შევამოწმებდი მეთქი, მაგრამ შეიძლება სხვა შევამოწმებდი და მაგალითად ჰიტას წითელი ფერი რო დამედო ხა პირობითად მე. შენ რო იცი რომ პატიოსანია, კალამ რო იცი პატიოსანი და სოცო რო გეხსნება, ყველა შავი კარტი ხდება მაგიდაზე. არის ხომ არა? წითელი კარი იყო. ჰიტას წითელი კარგი იყო. ანუ ჰიტას წითელი რო დაგედო, გამოყვებოდი რა, მაგრამ შენ თქვი, შენ ან კალას გამოწმებთო რა. ავარდი მერე ვთქვი.
შენ არა სანამ გავარდებოდი შენ გულში რას ფიქრობდი იმ მომენტში ხო არ ვიცი რაღაცა სტრესში ვარ მე ოკეი მე მაინც ამ ფორმატში ვფიქრობ რომ შავები ჯობია რომ დადო თუნდაც მესამე ერთი შავი ვიდრე სამი წითელი რა იმიტომ რომ პარანოია ერთვეო პატიოსნებს რომ აპა იქ მაგრამ ნახე გუნდს ხო მაინც ვერდებ რა ლოგიკა ვერ ხვდები ანუ ვერანაირად ვერ გეთანხმებით რა სამი წითელი მირჩევნია 6 კაცში სამი წითელი ვიცოდე ვიდრე ერთი შავი იყოს და დანარჩენი მეორე ხამეს გაიგოს ერთი წითელი აღარ არის უკვე ხო როგორ ხო შენ რო შენ წითელი დადე პირველ წელს ერთი წითელი ხო აღარ არის მეორე წელზე უკვე გასულია აღარ არის ხო და ეხა ნახე ხო და შენ რო წითელებს ისინი კვდებიან მე თან მეც მოვკვდი მაგით ვარ დეტექტივი ეგ მივართ ვერ მაგალითად ვიყოდი წავედით ესე იგი ღამე კიდე რა ხდება აი ექიმო ვინ გადაარჩინა ეხა აქ როგორაც და გადარჩენა ვიცი არა მე გადაარჩინა ეხა ფიქრობს რა სამიო ანუ ლოგიკური იყო რა შეიძლება დეტექტივებში არ ესროლათ მე ძალიან მომეწონა ნახე მე ძალიან მომეწონა ამის შემდეგ როდესაც ლაშა არ მოკვდა უბრალოდ როდესაც ლაშა გავიდა მე 4-იანი რო არ დაყილა ეგ იყო ტოპი რა აი ეგ იყო ჰაი კლასი რა თამაშ ტოვებს ნომერი 6 კაი 6 ეხა აქ 6-იანი კვდება აქ ეხა მართლა კაი აჩის კლავს მაფია რომელიც 4-იანთან თამაშობს და ეს ცუდი ქილი არის და 7-იანს კლავს იაკუძა რომელიც 12-თან თამაშობს თითქოს შეიძლება განიხილო რომ პირიქით არის კვლელობები რა იაკუძამ მოკლა 6-იანი და მაფიამ მოკლა 7-იანი რა თითქოს ესე ფიქრობ რა მაგრამ ორი გუნდიდან არის გასული ტიპები რა მაგრამ ჯამში ხა ორივე პატიოსანი რო არის მაგას არა რატო შეიძლება იფიქრო რომ 7-იანი არის მოკლული იაკუძას და როგორც მაფია კი ბატონო შეიძლება ხა საინტერესო ერთ შეკითხვას დავისვამ საჭის მესამე ხელია და ღამე სროლა როცა იყო ლაშა შენი სიკვდილა ის და ჯერჯერობით 100%-იანი სიკვდილი აქვს აჩის მართლა მესამე თამაშობს და მესამე ღამე როცა პირველი სროლა კვდება რატო ძალიან გამიტყდა აი აჩის გასვლა იმენა ძალიან გამიტყდა ოკეი არა მე მაფიის მხრიდან აჩის არ მოკლავდი რა თქმა უნდა არა აჩი ვაი რა შუაში იყო უშუალოდ მაფიის მხრიდან მოგდარ იყო ანანო არა აი 11 არის რა ანანო თან ხო ფიქრობ ვინ გადარჩება რა 11 შავია და 10 არ არის მე როგორც შოგუნ მაფიამ ხო შოგუნი უნდა მოკლას ან იაკუძა რთული არის და ესე დამაჯერებლად ყოფარაკი მე მჯერა 4 ნომრის დეტექტივობის კაი ნუ აქ 4 ნომრის დეტექტივობა შეწერება 6-იანი წინა ეს ჩაწერილი იყო 5-იანს აწყობს და ეწერება 4-იანის შემდეგზე იმედი ერთი ნაბიჯით წინ გავიწევ რა ნახე კიდე ერთი არგუმენტი ნინიკოს სასარგებლოდ ტიპი თამაშობს მაგისი დეტექტივობით და კვდება ოკეი საინტერესო ეხლა ხსნის 3 ნომერი წრეს ამ წუთისთვის დავай ვაუ ძალიან კაია 6 ნომერში სროლა აჩიკოი მართლა შემეცოდა ანუ მართლა თან პატიოსანს გავდა ანუ წითელი გადამოწმებები გვაქვს ახლა ნახე უყურე მე შენ დეტექტივობის მჯერა უფრო რატომღაც ამ წუთისთვის მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო თუ ეგეთი კარგი სპიჩი ქონდა მაშინ 2 ნომერის დასახელება არ უნდა დაგვიწყებოდა ნახე ერთი ის რომ შენ შავი ნაპოვნი ყავს და არ იხსნები ეს ერთი მაგრამ მეორე ის რომ შენ 2 ნომერს საერთოდ დასახელებ ეგ არის აი როგორი აი ბოლოს მანიუს რო არ ქონოდა სიტყვაზე რაღაც დარჩენილი არ ყოფილიყო 2 ნომერი შავი გვეждდა და შენ არ ასახელებდი რაც არის ძალიან დიდი შეცდომა თუმცა ემოციურად რაღაც დონეზე 10 ნომერმაც დაგიძახა შენ თავიდან რაღაც როლში ხარო მეც რაღაცა ცოტა მან ვიფიქრე და მაგით ვთქვი რომ არ ღირდა მაგის გაჟღერება და იმიტომ შევუდი 10 ნომერს 10 ნომერიც გონე მოდი მაინც დაგასახელებ 4 ნომერს მაგრამ რომ უფრო ხელზე შენავწევ ან ლაშაზე ავწევ მე ამ წუთისთვის შენ დეტექტივებს 5 და 1 მე არ მომწონს ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა ან ეს იყო ის ლაპარაკი რაც მე ძალიან გამიხარდა და ეს იყო ის მიზეზი, რატომაც შეიძლებოდა რომ 3 ნომერი წერებულიყო MVP-ების სიაში. რა თქმა უნდა, MVP არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ შეიძლებოდა რომ ჩაგვეწერა.
4 ნომერს უსმენთ? ჯერ შენ გაგცემ პასუხს, რომ ამ თამაშს შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვე, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნერვიულობ და დეტექტივის კარტერ დავინახე, საერთოდ ძალიან დავიძაბ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან საპასუხისმგებლო როლია. მე-15 ნომერი გადავამოწმე შენ თხოვენ და პატიოსანი კარტია და ლაშა და მე-7 ნომერი მგონია იაკუძის თუ რაც არის მაგის, იმიტომ რომ მე-7 ნომერი მეხვეწებდა რომ გადავამოწმო დარწმუნებული იყო რომ წითელ კარტს წითლად გადამიმოწმდებოდა, ამიტომ მგონია რომ მე-11 და მე-7 არიან იაპონური კლანი. პირველ ნომერზე მეც მაქვს ეჭვი, ვინ დავასახელო? ორი წამი დავასახელებ, მე დავასახელებ, ლაშას დავასახელებ, რა თქმა უნდა, ხელი ავწიო ლაშაზე. მე-13 ნომერი გადის აუცილებლად და იმედია რომ გაგეც პასუხი. ბას. ეს იყო შემიძლია პოზიცია. ნინიკოს არც ერთი გადამოწმება არ მოუტყუებია. ნო. ეხლა ყველა სიფერი დაუძახა. ეხლა ანუ მე ვიტყვი ესეთ რაღაცას რა. რეალურად მონაწილეებისთვის ხო ნინიკო არის პირველად მოთამაშე ადამიანი შეიძლება შენ ემოციებით ითამაშო და წააგო ან არგუმენტებით ითამაშო და წააგო ყველაფერი შეიძლება მოხდეს არავინ არ იცის რომ ნინიკომ თამაში იცის რეალურად 1-2 დღით ადრე იყო ჩვენთან სივრცეში და იქაც ვითამაშეთ ერთად რაც ძალიან დასაფასებელი არის იმიტომ რომ მოწადინებული არის, ჩემი აზრით ძალიან კარგი მოთამაშე გამოვა, ამ თამაში ძალიან კარგად ითამაშა, ემოციურადაც, არგუმენტულადაც, შეცდომებით დაუშვა, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო რა. ეხლა უნებრივი შეცდომები დაუშვა. ხო რა, ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ ეხლა რაღაცა ისეთები გავავლოთ და ისეთი რაღაცები აღვნიშნოთ, რაც შეიძლება მაყურებელს გამორჩა რა. გამორჩა. ახლა და აგრას ამაზე ვფიქრობ, რომ აი ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომ 12 ნომერს ეძახის იაპონურ კლანის წარმომადგენელს რა. იმიტომ რომ არანაირი мотиваცია არ აქვს ლაშას, გინდ შოგუნიდან, გინდ იაკუძიდან რომ დეტექტივად გაიხსნას, როცა იცის რომ თუ დეტექტივად გაიხსნება, თამაშის ბოლომდე ვერ მიაღწევს. და მithumedes 7 ნომერს მის მეორე იაკუძის კლანს არ შემოიყვანს. წითლად რომელიც შეიძლება გახდეს მე მსხვერპლი, რომელიმე შავი კარტიდან რა. ანუ აი ეგ არის დიდი პრობლემა. ვაფშე არ არის ეგ პრობლემა. ანუ ნახე აკაცის სისულელეს ვლაპარაკობთ ჩვენ ერთ წუთში მოქალაქეები ისეთ ლოგიკებს ხლართავთ აი ცხოვრებაში რო არ ხდება ოზი ისეთ პარანოიებს ჩართავს ხოლმე რაც მილიონში ერთია და ხანდახან მართლა მაგრა გაარტყამს ხოლმე და ანუ არა რატო ადამიანი ფიქრობს რომ 7 ნომერიო იმიტომ გონია შავიო რომ შოგუნივით თამაშობდაო რა და მაგაზია ატყო რაც თემეძი ძალიან ლოგიკურია მესმის, მაგრამ ნახე ლაშა, ანუ ლაშას რა мотиваცია აქვს, მაგის ლაშა გადამოწმდა ვინმესგან შავად, ვინმე შავს ეძახის, გაგყავთ თამაშიდან თუ რატო გაიხსნება მაშინ, ანუ ლაშა პროსტა ზის, ანუ მის ფიჩი მოვიდა და გაიხსნა. არა, მაფია არ არის შეტევა, არ არის ლაშა. მომისმინე. ნახე, მაფია შეიძლება იყოს 12, მაგრამ იაკუძა და შოგუნი 7 და 12 არ არის. იაკუძა არა. ხო და ეგ თქვა რა. ეგ თქვა. და კიდე რაში მაინტერესებს 4-იანმა რა თქვა, ნახე მე ძალიან ჩაუპრესო ლაშა. მომისმინე. მე ლაშა. შენზე არ არის ლაპარაკი. შენზე არ არის ლაპარაკი, ჩემი გადმოსახედინა აქ ხო ვარ, ნახე. მე სანამ ვინმე გაიხსნებოდა 4-იანი შავი მეგონა და ლაშას 9 ჯერ ვკითხე რომ დეტექტივი ხარ ხო. მე ვფიქრობდი რომ ლაშა დეტექტივი იყო და 9 ჯერ ვკითხე და მგონია რომ ერთ-ერთი мотиваცია იგი იყო რატომაც გაიხსნა. იმიტომ რომ მეც და კალაც ველაპარაკებოდით როგორც დეტექტივს. პაპაპაპაპაპ ანანო შენ იმიტომ მკითხე რომ მე კალას ვანიშნე და მაგიტომ ვანიშნე და დავინახე შენ რომ მითხარი მაგის გამო არ გავხსნილვარ შენ სანამ მე იდეა გაგიჩნდებოდა მე გაიხსნა კალასთან მე კალას ვანიშნე 7-იანი პატიო მე მკითხე და დაგეთანხმე ამიტომ ეგ არგუმენტი რომ მე მაგიტო გაიხსნებოდა ეგ ჩემ შემთხვევაში არა მე მანამდე ვთქვი მე რო გამეკეთე მე რო ყოფილიყავი და გავხსნილიყავი შენი კითხვის მერე შეიძლება გაგჩნევოდა მაგრამ შენ ეგ იმიტომ მკითხე რომ დამინახე რომ მე 7-იანი წითელია თქო ვანახე ხო გასაგებია და მე რამდენჯერ გაუკეთებია ეგ ფეიქ დეტექტივს რომ რაღაცებს ანიშნებს და მე იხსნება ანუ გასაგებია მაგრამ მე ნახე აი მეუბნება რა ჭირდებაო რა კოპალას ამბობდა მე საკუთიდან რა ჭირდებოდა არ ჭირდებოდა რომ გავხსნილიყავი რა მე რომ მაფიოზი იაკუძახარ შავით გავიხსნებოდი ეგ გითხარით მე იქაც მაგრამ ნახე ეგეც კაი არგუმენტია რა სპეციალურად რომ აი მე წითლით გავიხსენ და მე ვარ დეტექტივი ეხა ეს არ არის რა მაგაზე ვერ დაეყრდნობი ოპა ნახე როგორი არგუმენტია ის გადის ხო ამ შემთხვევაში კარგი არგუმენტია მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის აი ჩემ მოცემულობაში მე თუ მაფიოზი ვარ რა მოცემულობაშიც ვიყავი მე წითლით არ გავიხსნები მინიმუმ მეორე წლზე შავ შემოგიტანთ აუცილებლად რა ანუ სადღაც ეხა რაც ანანო იძახდა რომ ანუ ლაშა მილიონში აუცილებლად არა
აუცილებლად არა, მაგრამ უფრო მეტად. ოკეი. თავს დავიზღვევ და უკეთეს ვარიაციას შემოგთავაზებ, როცა მაფიოზი ვიქნები. ეს ძალიან განწირული იყო რა, ეხა ეს სცენარი მართლა დეტექტივი ვიყავ. მე ვიტყვი რაღაცას რა. ლაშა, ნახე, იმიტომ არ ხარ შენ დეტექტივი, რომ იმიტომ არ ხარ შენ დეტექტივი, რომ სულ წითლები შემოყავს. ეგ არგუმენტი არ არის. რასაგებია, მე ვამბობ იმას, რა ქვია, რატო უნდა ეფიქრათ თორე მე იმას კი არ ვიძახი, რომ შეიძლება შავი ხარ, რომელსაც არ უნდა რომ მე შავი დაუძახო. იხსნა, ძალიან კარგად გაიხსნა ემოციურად, კარგად დაემთხვა რაღაცები, რომ ვიცაც ეგონად შავი კარტები აქ მახარას მაფია დაუძახა და ეგ ყველაფერი კარგად დაემთხვა. მე კი არ ვამბობ, რომ აი მე ხალხო როგორ დაიჯერეთ, მაგრამ აქ მე ვაფშე არ ვთვლი, რომ ქალაქი ჯერჯერობით სუდად თამაშობს. საერთოდ არ ვთვლი რა აქ რა. აქ შეცდომა იყო რომ ერთი ნომერი, რომელსაც მე წინა ხელდრაუნდზეც ხელი ავწიე და 1 და 5-ს ვეძახდი შავ კარტებს და 5 რადგან გადავამოწმე, 1 უნდა გასულიყო და ანანოს ინიციატივით დაყენდა 1 ნომერიც, აი 1 ნომერზე მარტო მე ავიწე ხელი, ეგ იყო ყველაზე ცუდი. მე არ ვამბობ ხა აქ ახო. აი ეგ შეცდომა. არა. აქ კარგად მიდის ჯერჯერობით ყველაფერი. არა, მე აქ ჯერ კიდევ ვფიქრობ, ვინ არის დეტექტივი. მე აზრზე არა ვარ. მან ვინ არის დეტექტივი, მაგრამ ის ლოგიკა რომ რატო გავიხსნებოდი პატიოსნით, ნახე შენ შემოგაქვს ფორსირებული კრიტიკა. ორი პატიოსანი გაქვს და იტყვი რომ ეხა გადის ნიკო. რაღაც მომენტში ან ნებისმიერ ვიღაცაზე იტყვი რა. ანუ მეც ვიქნიათ ხო რა. ანუ ვიზეს თქვენ პრეტენზია გექნებოდათ. პირიქით, მე ისეთ ვიღაცა ვთქვი, ვიზა დაჟე მეოთხე ნომერსაც არ მოსწონდა ერთიანი. მე არგუმენტადაც ვთქვი, თავიდან 4-მა თქვა რომ არ მომწონსო, შე რო კითხვა დაუსვი. და მე ხელი გადაუსვა ერთიანი არ გავიდეს 12 გავიყვანოთ. კიდე ერთი არგუმენტი რატომაც უნდა გასულიყო ერთიანი. ლაშა. იმაში რომ ერთიანი უნდა გასულიყო ეს არის ქალაქის შეცდომა. ეს არის უპატიებელი, ეს არის აბსოლუტური შეცდომა. ეს არის უპატიებელი არ არის, ბიჭო, შენ. არა, ერთიანი გადიოდა, მანდ არ ორი აქ ლაშას კრიტიკა აქვს, როგორ არ არის უპატიებელი? ლაშას აქვს კრიტიკა. კაი, მივალთ. მოიცა, მანამდე ხვალ ეგ არის ეგ მომენტი. არ არის ეგ მომენტი. მაგ შენიშნავს მივიღებ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეტყვის რომ აქ ერთიანი გასულიყო. ან უპატიებელი, აი ნაღრად უპატიებელი. კაი, ხო და რაღაცა ის 4 შავია. კი, რაღაცებს ავხსნი რა. ერთიანი რატო გადის რა? ნახე, აუცილებელია პირველ რიგში ვიტყვი რომ ხუთიანი შეუწყვეტა ცუდი იყო ლაშა. იმიტომ რომ ხუთიანი შენ ვერსიას არ თამაშობს და ის შენთვის უეჭველი შავი არის და არც არასდროს ითამაშებს აქ ხუთიანი. სულ პატიოსანი იყოს. თამაშობდა ისა ჯიტო, ჩემ აჩიც არ თამაშობდა ჩემ იმას, მაგრამ პატიოსანი იყო რეალურად, ხო? აჩიც არ თამაშობდა და გააგდეს, მაგრამ მე აჩი არ შემოწმებია. აჩიც იძახდა თავიდანაც და რო გავარდა მეც რომ ნინიკო უეჭველი დეტექტივია. ეგ რას ნიშნავს უეჭველი მაფიოზია? მაგილის 80% არ თამაშობს. ნახე ხუთიანი რომელიც, იმიტომ რომ თან მე 10-იანმა რადგან მე 10-იანმა მითხა რომ მე უფრო წითელი მგონიაო, რაღაც პონჩი მე მინდა რომ ისეთი გადამოწმა დავდო რომელიც ქალაქის ასაც გაითვალისწინებს და მაგიტო უფრო გადავამოწმე, თორე ჩემს ერთ გადავამოწმე. ანუ შენ აქ რაღაცნაირად გაწყობს კიდეც რომ წითელი დაგხვდა ეს. დამიხმარებოდა თუ ეს პატიოსანი იყო ლეკა, ხუთიანის წითელი, მანუს არ ეწყინება, ვიდრე ერთიანის წითელი რა. ხო და კაროჩი აქ უკვე შენ დაწყებული გაქვს რომ წითლები მოვაგროვო და ეგ არის შეცდომა რა. ჩემი აზრით. ოკეი, შენ ესე ფიქრობ, მე არ ვფიქრობ. როგორც შენ ესე ფიქრობ, ბაზარი არის. აცია რაც კიდე ის. არა, მოიცა ერთ წამ, ლაშე, შენ ხო თქვი რომ ხუთიანი იმიტომ შემოწორო, შავი უნდა დაგხვედროდა. ხო, მაგრამ ეხლა ჯიტუ მეუნება რომ შენო წითლები გაქვთ. მე ვაფშე არ გადამიმოწმებია ლენკა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ლენკა შავია, მაგრამ ერთიანს და ხუთ შორის ხუთი იმიტომ გადავწყვეტე, რომ 10 ნომერს რაღაც მხრივ ეგონა რომ ლენკა იყო პატიოსანი. ამიტომ მე ხო არ ვიცი 100%-ით რომ მე მგონია რომ ეს მაფიოზი 100%-ით არის. ხო და მაშინ 10-იანს ამოწმებ და არა 5-იანს რა. ვისა? 10-იანს ამოწმებ და არა 5-იანს. 10-იანს რატო ვამოწმებ ბიჭო? მე გადავე 10-იანი გეუბნება რომ 5-იანი წითელი არის. 10-იანი დაუდო მე? ანანო შენთვის ნორმალური იქნებოდა რომ მეთქვა რომ 10 შენ წითელი ხარ მეთქი, რას მეუნები ჯითუჯი? ანანო, ნახე, რა არგუმენტი არის მანდ. თუ ანანო წითლად ხვდება, შეიძლება 5 მართლა წითელი იყოს და თუ ანანო შავად ხვდება, 5 უეჭველი წითელი არის. აი ეგ არის რა. იმიტომ რომ შემთხვევაში არა. ამ შემთხვევაში შეიძლება შავი იყოს და უპატიოსნებდე. აქ ორი გუნდია კოპა. არ დაგავიწყე. მე ვფიქრობდი რომ ჰიტას ამოწმებდი მაგ ტრენას, სიმართლე რო გითხრა. ხო, მაგრამ აი ნახე, მართლა მინდოდა ჰიტას შემოწმება. თავი ნულოვანზე და ერთმა იმდენად რადიკალურად შავი კარტი
პოზიცია დაიჭირეს, არ ვიცი ხალხო შეიძლება თქვენს არ ფიქრობთ და მე ვერ მოგადავებით და ვერ გეტყვით რომ არა, ერთი ჩემთვის კეთილშავი იყო. გადმოსახედა იმდენად შავი კარტის პოზიცია დაიჭირეს, რომ ერთიანს და ხუთ შორის არც აი დედასუფიცა ვარ, ვფიქრობდი აი რა მნიშვნელობა აქვს, რომ მარტო იმიტომ გადავწყვიტე ხუთი, რომ ანანოვს რაღაც პონჩი წითელი ეგონა და ლენკა თუ წითლად დამხვდებოდა, ხო შეიძლება მე ვწდები არა, თუ ლენკა პატიოსანი იქნებოდა, ლენკას წითელი კარტი უფრო გამოგვადგებოდა ქალაქს, ვიდრე ერთიანის. სადღაცა შეიძლება შევწდე ხა, მე ხო არ ვარ რობოტი. ანუ შენ არ გაგიმართლა, მე ხუთიან შევამოწევდი, მაგალითად, მაგწრეზე. მე ხუთიანი არ უმწონთ. თქვი კიდევაც ჩემს სიტყვაში 1 და 5 მეც არ უმწონს. უბრალოდ არ გაგიმართლა რომ იყო შოგუნი და არა იაკუთი. შავი რო გაგესვა, მან გავიდოდა უეჭველი შავი. ანუ უეჭველი შავი გავიდა. უეჭველი. არ გაგიმართლა. აი მაგაში ნახოთ არ გაგიმართლა რომ ლენკაში იპოვე რომ შავი ეღონთ, არ შემოწმდა შავი. ხო, გასაგები არის. თუმცა ერთიანს რო ეძახის შავს, გადის ერთიანი რა. აქ რომ მოგეტყუალაშა მაგაზე არ იგიფიქრია ერთიანის სიშავე? არა, იმიტომ რომ მეგონა რომ ისედაც ერთიანი არავის არ მოსწონა და მეგონა რომ გაიყვანდნენ რა უკვე ერთიანს. ანუ ბალანსი თამაშობდით რა, იმიტომ რომ მე ნულოვანზე ვერ დავინახე რომ მე გადამიარეს, იმიტომ რომ ანანო განიხილავდა, აბა განიხილავდა, სოსო ურჭოფობდა, ბასტო განიხილავდა და მე ვერ დავინახე რომ აქ მე განწირული და ვაფშე არ გზნობდი მაგას. მე ამ წრეზეც არ ვფიქრობდი რომ მე პროსტა რაღაცა მე გამიკვირდა რომ 4 ხელით გავედი თუ 5 ხელით რა. მე არ ვიყავი ეგეთ მომენტში რომ მეთქი სო ხალხო აქ მაგრამ პოლიცია ვიღე კრიტიკა ამეთქი მაგრამ არ გუშინ ესე იგი აქ არის უეჭველი შენთვის კრიტიკა იმიტომ რომ 4 შავი ზის როგორც მინიმუმ 4 შავი გადამოწმებადი შავი ზის იმიტომ რომ ბახარა თავისი შავი არის მიცემული და შენთვის ეგ ნაცნობი არ არის და აქ ეხა ვიღაც უნდა გავიდეს რა ერთიანი უნდა ყოველ შემთხვევაში შენთვის ეხა შავი თუ არ არის გასული აქ თუ შავი არ გავიდა ვსო ცუდად არის საქმე რა კი თუ მაფიამაც მანე შავად რა იმიტომ რომ აი მე მუხრებოდა რომ ეხა შენ გადაგამოწმებოდა უეჭველი შავი იქნებიო და მე მგონი არ ხა წითლად იმიტომ შემომიყვანა რომ მე დავფიქრებულიყავი ნუ თუ მართლა არის ლაშა დეტექტივი. მე ვერ ვითამაშე რა ლაშა დეტექტივით ამ მაგიდაზე. არა იმიტომ რომ 4 ნომერი გამოუცდელია, 4 ნომერი ნულოვან წრეზე იყო როლში. 10 ნომერმა შეამჩნია. მე შეამჩნია, მაგრამ კომენტარი დიდად არ გამიკეთებია. 4 ნომერი განა გამოუცდელია, ნულოვან წრეზე ეთყობა და როლში იყო რა. მაგით 2 ნომერი დეტექტივი და არა 12 ნომერი რა. 11 ნომერი მე ძალიან ეხა ეს არგუმენტი მოგწონთ? აი პროსტა მოუწმი. ეს რა არგუმენტია ხალხო? შავი კარტი არის რეალურად ანუ ეგეთ ხედავთ ხალხო რას ამბობს და აი ეს როგორ არ უნდა გადამემოწმებინა მე გადამოწმება იყო არ გამიკრიტიკები ხარ გადამოწმების გამო ვაფშე არ გამიკრიტიკები ხარ აი აბსოლუტურად მოყვები რა მეც გავგიჟდებოდი მან დრო ეგ მომესმინა რა ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორი შემოწმება ეგ მე შეგრები ვფიქრობ ყველანაირი ლოგიკით ლეკა შავი უნდა თახვედრილიყო აი მეც გამიკვირდა რომ შენ 4 თუ როლში არის როლი არის შავი შეიძლება შეიცი რა მოხდა ხუთიანი რო პატიოსანი დაგნა ორმაგი პატიოსანი გაიჩიტა იმიტომ რომ შენ წინააღმდეგ თამაშობ მივხვდი კი მათემატიკურად ორმაგი პატიოსანი გაიჩიტა ლენკა და მე მაგ მომენტში დედა მომიკვდეს აი არ ვფიქრობ შოგუნი ვინ არის იმიტომ რომ მაქსიმუმ კიდია შოგუნი მაგ წრეზე ფოლი არის ანანო მაგრამ აი მაგნუს კომუნიკაცია მაინც ხო უნდა გქონოდათ რა აი ლენკასთან არავის არ ქონდა რომ ლენკა შენ თუ პატიოსანი ხარ მოდი ხა ეს გავიყვანოთ თქვენ ეს კომუნიკაცია არ გქონდათ მე მქონდა მაგრამ ერთიანი გადის ლაპარაკობდნენ მე და ხა ფეიქ დეტექტივმაც გადავმოწმა წითლად რა მე ვარ მაგე წითელი თქვენ ეს წითელი უნდა ვიყო ეხლა მე მგონი დეტექტივმაც გადავმოწმა 12 ნომრით რა თქმა უნდა ვასახელებ 12-ს დაპაუზე იდე ერთი შეცდომა ბალანს ვიწყებთ რა თქმა უნდა თორემდე ანუ ძალიან მარტივი იყო მან რაღაცების მიხვედრა რა მაგრამ ბალანსი არ არის 12 აქ ბალანსი არის 4 უკვე ლაპარაკობს 11 ხო და 4 ბალანსი ვერ არის იმიტომ რომ ჯერა დეტექტივობის ერთ და მაგ არა თვითონ თუ ამბობს რომ ვიწყებთ ბალანსო ეგ არის ბალანსი თქვენ არ გინდათ ეგ ბალანსი უკვე რა ბალანსი ერთია იდეაში მაგრამ თავის სენსორი გაიხსნა ო ბიჭო შოგუნია და რა შეაინტერესებს ბიჭო ერთი არის სავარაუდო ბალანსი და 4 არის უეჭველი ბალანსი მაგას ხო ძალიან სუგი რაღაცები ლაპარაკა ბასტო თამაშობ დამხორდა ბიჭო არ გადაიწერა ღმერთო მაპატიო ეს ყველაფერი მილაპარაკა უფსრულიო რაღაცები მეთქი ვაიმე სადავარ ვაფშე
კაი. ბრძოლაში დეტექტივებს ბრძოლაში თუ ვითამაშებთ ბალანს, მაწყობს ვითამაშოთ ბალანს. ერთადერთი რასაც დავაფიქსირებთ ახლა. ერთიანზე ბოდიში twin წაგიღე, მაგრამ აქ რაღაც საერთო იდეა მიდის. აი მაგას ვაკვირდები, საერთო იდეა მიდის, აი სოსო რაღაცა თქვა, ყველა გაგვიქნა, შენ ხარ სადღაც ჩასული სიღრმეში, უბსკურში და იქ თითქოს რაღაცაზე ფიქრობ. რა უნდა თქვა, როგორ თქვა, ეგ ჩემთვის როგორი თვალსაჩინო სიშავე არის, იცი რომ აი არ თითქოს უი, აქ გადავაწებული ყავს ერთიანი იაკუძა არის და ამიტომ მომეწონა მეთქი ზუსტად მე რასაც ფიქრობ იმებს ფიქრობს მეთქი და ვარაკაი კაცია თქო და всё გადავხვიე ხელი მოწმე ამბავში ვარ აი ეგ როცა ადამიანი არა ერთი წავ მე მგონი ვაფშე ცხრიანმა დაიწყო ერთიანის გაშავება კი ეგრე აუ არა 0 წრეზე მე არ მომეწონა 0 წრეზე არ მოგეწონა გასაგები არის მაგრამ ცხრიანმა დაიწყო აქტიური ნუ უგულებელყოფ ნუ ყველას აზრს თუ შეიძლება არა ჯითუს მეუბნები ჯითუს რატომ მეუბნები შეჩება ცხრიანმა რა ვიცი რაღაცა თქვა არა არა ცხენია ერთ წრეზე მაგარი შეტევა იყო და იმენა ბასტომაც დაიწყო ვაფშე ყველა უკეთდა არა მომისვინე რა ბასტოს რო პირველივე ღამეს ყავს გადამოწმებული მომისვინე რა აი ვაფშე პირველ ღამეს პირველივე წრეზე მე მგონი ეს ასახელებდა პირველ ნომერს პირველ ღამეს რო გადაამოწმა 9 ნომერმა ერთი ნომერი კი რა ზუსტად ვიცი რა ეგრე იქნებოდა დაასახელა დაასახელა ერთი ნომერი და დაიწყო გაშავება ამისი ალგორითმია 200 მე ისლამიყვი ნომერი რო არ გაყავს ოკეი ერთი ნომერი რო არ გაყავს მაგარი კადრი გაქვს დაპაუზებული ჩემი აზრით ეს გადავედით ასე 99 შემთხვევაში ერთი ნომერი იყო შავი 4-ზე ხარ დრო სუ ასე 99 შემთხვევაში მართალი ვარ ხოლმე ამიტომ ლაპარაკობ ამას ერთ ნომერი დაასახელე ანანო გთხოვ რა თქმა უნდა მართალი არა არ მინდა არაფერს ერთი ნომერი დაასახელე თვითონ არ დავახლებიან ეს კანდიდატურას მე არ მომეწონა 7-იანი რო ეგრევე 12 ნომრის დეტექტივობაში ჩაეწერა როცა 4-იანსაც არ გაუშავები ანუ იმან რა იცის 12-ია თუ 4 ხო პატიოსნად არის 5-იც გადამოწმებული მაგრამ ნუ გავებული აზრებია 12 ლაშას მიმართავ თქვენ არ მოგეწონათ ერთი ნომერი თქვენი აზრით ერთი ნომერი იყო შავი მე დაგეხმარებით რომ ერთი ნომერი გავიყვანოთ მე ხელს ავწევ ერთ ნომერზე თქვენ თუ ვიწყებთ ბალანსს აუ რატო ბიჭო რატო აი რატო არ ჩემთვის ერთიანი შავია არ არის შავი თქვენთვის ერთიანი თვითონ ამ წინა წრეზევე ამბობდა რომ ერთიანი გავიდესო თუ ბალანსებს მივყვებით მაშინ გავიყვანოთ ერთი ნომერი რა პრობლემაა თქვენ მოგწონთ ეს მაინტერესებს არა, აი ნახეთ ორივე დეტექტივი თანხდება რომ ერთად ისე წითელი არ არის. ანუ ნახე, ბასტო არავის დაუსახელებია. სოსო ვაფშე დაგავიწყდათ. ნუ ერთადერთი ლენკას აშავებ და სამიანი ყველას პატიოსანი გონია. მე პატიოსანი ვარ და ვიღა დარჩა შავი. ერთი 11-ში მაშინ, რომელიც 11 ერთი მხრიდან არის გადამოწმებული პატიოსნად. მაშინ ერთი გამოდის შავი. დასრულდა თქვენი. უფრო მეტად. 11-ს უსმენთ? სოსო, მაინტერესებს გადამოწმებას ხან მითხოდი? როგორ? რა გამეითხოვდი? გამეითხოვ. კიტას მაგრამ კიდი ვართ ქალაქი რას იზამს აი. ბიჭო ერთ წამში. ხიტა აქამდე თამაშობს იდეალურად რა. არ ყალიბდება არც ერთ დეტექტივობაში. ახალს ავიღებ ძალიან აირიეთ მე-7 ნომერი სამ დავიძინებთ მე ხვეწებოდა რომ გადამამოწმებო დარწმუნებული იყო რომ წითლად გადამამოწმებოდა მაგიტომ მოვიტანე ისე რომ მე-12 და მე-7 არიან იაკუძა და შავი მესამე ფოლი აქვს კაი ოკეი მაგრა დაწვევა რა იაკუძობას მაგრა დაწვევა ოკეი რაღაც ვიტყვი რა აი ნინიკოს ეს კომენტარები არის ძალიან ხაზგასასმელი მაგალითად ის რომ კოპალამ რა თქვა დეტექტივის კარტი რომ დავინახე ის რომ აი ხავ ხამით მიხვეწებოდა ეს ვიცი არ არის არგუმენტები მაგრამ ფსიქოლოგიურად რა ვიღაცებს აწვეთებს რაღაცებს და კარგად ითამაშა რა. მე ერთი კითხვა დამაკლდა თქვენგან ნინიკოსთან. აბა შავები ვინ არიან? თუ 12 და 7 არის იაკუძა. ანუ ვინ არის სამი შავი მაგიდაზე? ანუ 12 და 7 ოკეი იაკუძა. 1 2 9 1 2 9 კაი. 9-ში 9 ორმაგი შავი გამოსდის, იცი? კაი მეგობრებო რა გაითვალისწინეთ რომ იქ ადგილზე რო სხეთხართ სიტყვები იკარგება დიდი მაგიდაა შეძენაში მეგობრებო დაგვეხმარა აი გავუშვი მიდი იყო ორადორი მოთამაშე მთელ მაგიდაზე ვინც ეგრევე გადაწყვიტა რომ 12 არის შავი და 5-იანი შენ დაფრინავ პირდაპირ გეუნები რა შენ თუ პატიოსანი ხარ და არა შეგუნდა ეგრე გაიქნევ თავს კამერისი რო დადგები ეხლა ნახე რა ხდება რა ოუ რა მუქარა იყო ამაზე გაგდება ალაშა
4-იანი იძახის ეგეთ რაღაც 12 და 7 არის თუ იაკუძა აი ამ ალბათობას ეგრევე დაგინგროთ. მე თუ ვარ შავი კატი და იაკუძა დეტექტივად აი აქ შეიძლება ლენკას გადაეკეტა რომ შეიძლება 4-იანი შავია. რო ვიხსნები. მე ხო სიგიჟია ვიღაცა გამეხსნება ბალანსით გავალ და ჩემი ან წითლას შემოვიყვან და ორივეს გავწირავ ნულოვან წრეზე. ეგ არის სისულელე. 4-იანი ვიც გონიათ რომ არის გამოუსელი ძალიან სებით ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი მაფია ნათამაშები და ლაპარაკზეც ეთყობა ბრავო გილოცავ ძალიან კარგად ითამაშე მაგრამ შავი ხარ. და ამ ადამიანს ბევრი ნათამაშები აქვს. მოусმინეთ როგორ ლაპარაკობს რანაირად თამაშობს პირველად. თავისი სიტყვით აქვს ნათქვა რომ ბევრი ხელი აქვს ნათამაშები. გამოსული მოთამაშე. ჩემს გადაცემაშიც კი ვკითხე. მოიგე და თუ არ უეჭველი დაგიჯერებდი. მე ჩემთან გადაცემაში იყო მოსული და მითხრა მე არა უყვარს. არა მე მოვიყვანი. არა ერთი წამი არა მე ვასწავლე მაფია. მე ვასწავლე რომ შავი კარტი და უნდა გახსნილიყო დეტექტივი. მე არ ვიცი თუ ყველა ესე ყველას ეგონა რომ მეთქი ხა 1-2-მა თქვა რომ პირველად თამაშობს ვის ხედავთ მაგრამ მე ჩემ გარდა 11 კაცი რო ლაპარაკობს რომ გამოუცდელია პირველი რომ დაიჯერე ხო? კარგი ეს გოგო მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ მეო ისე მიყვარს მაფია უნივერსიტეტში ხშირად თამაშობ ან ვის კი არ ვამოფრე ხა პროფესიონალია მაგრამ ანუ ის რომ დეტექტივად ცუდ გაიხსნა აი გასაკვირი არაა რა თორე კი არ ვამბობ რომ ეხლა რაღაც ეხლა რო გიყურებ მაგარი გული მიყდება რა იმენა საფლავის ქვადებს იმე ბიჭო აი ანანო დამეთახმება ინტერვიუებში თქვა რომ მე ვარ პირველად თამაშობ ეგრე გიზიანდება ეს შავი კარტი და ან ეხლა მაგას ვფიქრობ რა როგორ არა რა გაგიზიანებულად არა კი მაგრამ აი ეს იყო კატასტროფა ანუ აი გახდა მომისმინე რა მე და ანანო ყველა ახალ სტუმარს აი ამას ვასწავლით ხოლმე რომ გაიხსენი დეტექტივად და ჯერ ჩააბარა მარტო ჩააბარა მარტო ამან არა ერთხელ გიგიც თან სანამ შევიდოდით მე ვეხვეწე რომ არა სანამ შევედით მე ვეხვეწე რომ ფეიქ დეტექტივად გაიხსენი მეთქი და გიგის ქონდა ეგ არგუმენტი რომ შენ უთხარიო რომ გახსნილიყო და მაგიტო გაიხსნა და ლაშაა დეტექტივიო აი მაგიტო იყო შენი დეტექტივი თან ამბობდო რომ მე ვერ გავიხსნები ფეიქა ხო მე ვერ გავიხსნებიო შანსი არ არისო ნინი ტიპა თამაში მოიგო სანამ დაიწყო ანუ ბიჭო ნახე კი კურსელებთან თამაშობს კი მეგობრებთან თამაშობს წინა დღით იყო ჩვენთან ითამაშა 3 თამაში მაგრამ გადაცემაში სადაც 100,000-ზე მეტი ადამიანი ნახავს სადაც მთელი TikTok-ი დაკლიპავს სადაც რაღაცა რო ცუდად გამოგივიდეს შეიძლება რომ მაგრად ინერვიულო რა სულ სხვა რაღაცა არის აქ გახსნა ვიდეოში და მეგობრებში გახსნა რა კი აბარა აი მაგალითი რო თქვა წინა სეზონში თემო რომ მოვიწვიეთ ტურნირის გამარჯვებული პირველ წრეზე კანკალებდა არა და 100 თამაში კი არა და რავი კვირაში თამაშობს არა კამერებთან ბიჭო რას ლაპარაკობ ანუ ლაპარაკი უჭირს ადამიანებს ბევრს თამაში და კიდე ფიქრი და ის აი სახეებზე ხო ვცნობ ხოლმე ადამიანებს ვიც მაგალითად რაღაც კომენტარს დაწერს რომ აუ ეს რა დამწვარი შავი იყო რაღაცა და მე ჩვენთან სივრცეში რომ მოდიან იქაც კი იბნევიან ხოლმე თვითონ ისეთი გარემო არის და ისეთი მაფიოზური გარემოა ხოლმე რა ასე რომ შეულებრივი თემაა თამამ შეიძლება ითქვას რომ ამ ადამიანის თამაში შედგა რა ანუ ფეიქ დეტექტივის ეს იყო იდეალური პერფორმანსი კაი ეხლა მანუს მოვუყოთ ყველა მაშავებთ რა კაი ეხლა მანუს მოусმინოთ მანუს მოусმინოთ 12 11 3 1 5 ამ თანმიმდევრობით პირველი ნომრის 1 წუთი როცა უბრაზდები და ძალიან ხშირად ესაც დროს უბრაზდები როცა წითელი ვარ ყველა მაშავებენ ხვდები საშინელი ადამიანი ეხა ვაფშე თუ ძალიან გაუბრაზდე ხოლმე თავგადენ და ჩაგიშე წითლებს თამაში იმიტომ რომ ნერვები მეშლება აი აქ უნდა გაგეგდო უკვე ხო ეს არის გაგდება წესით ეს არის გაგდება კი რა თქმა უნდა მაგარი მუქარა მაგრამ გიორგი არი ნერვიულო ჩვენ ხო შოუს ვაკეთებთ რა ეს ხო ტურნირი არ არის ეს ოლსტარი არ არის აქ ოლსტარში აუცილებლად გავაგდებდი ბასტოსაც გავაგდებდი და სხვებსაც გავაგდებდი მაგრამ არი ნერვიულო კომენტარებში შეგადაგილია შემოძღვა არი ნერვიულო ჯერ ვაფშე არგუმენტი გაქვთ ერთი არგუმენტი ბიჭო ანუ გინდათ რომ გავაგდო ხოლმე არა არა რაც შოუა ეხო თქვით ეს არ არის სპორტი ხო რაღაცებს ვითვალისწინებთ და უფრო ლაითად უყურებთ რა თქმა უნდა არა და რა ხო შოუ და 4 წამი ვილაპარაკე 2 ფოლი 4 წამი ვილაპარაკე და 2 ფოლი დაგეწერა გასაგებია მახსოვს
ვიტყოდი, მაინც აი მომიყვანეთ არა, ხალხო. მოусმენ. ანუ რისთვის ბიჭო, მეორე ფოლი დაგეწერა წამყვანთან კომუნიკაციისთვის. გავაგრძელოთ რა. ხო. ერთ ვიტყვი რომ აი პირველი ნომერს ლაპარაკობს. მარტო თავდაცვას, მარტო, ჯერ კიდე რატო იხშო. არავის არ უტევს და ერთადერთი ისა რაღაცა მე მითხრა მე რომ შენ მიუხედავად იმისა რომ მაცლებ მაინც შემგონი ხარ და ბიჭო მეთქი აი როგორი ხელი ასაწევია იცი აი მუდიც რომ ლაშა ბოდიში ხე ნახე ხელი არის ასაწევი რომ ნომერზე ეს იწოთი ჩემი იდეა იყო ერთი ნომრის გასვლა ერთ-ერთი ჩემი იდეა იყო დედა მომიკვდეს ამ სპიჩის მერე არ ავწიე ხელი რაც ჩემი მხრიდან როგორც მოთამაშის მხრიდან ძალიან ცუდი თამაშია იმიტომ რომ ადამიანი რო ამბობს რა ეხლა ფოლებით გავალ და რაღაცა უნდა აწიო ხელი და გაუშვა ფოლებამდე რა მაგრამ აი მართლა აი დავისტრესე რა. აი ჩვენში დავისტრესე და ყოჩა ღმადოს რომ ეგ მოახერხა რომ ეგ ერთი წრე კიდე დარჩება რა. სადიჯექი და მე სადვიჯექია მე მე მართლა და თან მე მელაპარაკებ ეხა გაგიფუჭებს თავს გავალო და აი ხელი ვერ ავწიე. პატიოსთან მოქალაქეებს გაგიფუჭებთ თავს. ეს იყო ჩვენი ანუ ყველაზე დიდი შეცდომა ქალაქის. აი უდიდესი. ჩემი ლიცთან რა ჩემი პირადად. მაგრამ მე და შენ მე გამოჩნდა რომ მე და შენი ხელი არ ყოფნიდა სკათანაბრებას. ჩემი და შენი ხელი არ ყოფნიდა კი 4 ხელით გავიდა ლაშა. მე ხო მაგასაც ვიტყო. მოიცა ძალიან მნიშვნელოვანი რა აქ. გამომდინარე 12 და 3 თიმში რანაირად ახატა. ანუ მაგას ვერ მოხდა. აუ არ ვიცი რა ერთი ნომერი რაღაცნაირად. აი ერთი წრე კარგი აქვს, მეორე წრე ძალიან ცუდი აქვს. მე ემოციურად იწის, ანუ ვერ გავიგე რა. მე მგონია რა ერთი ნომერი უნდა გადამოწმდეს რა. ანუ თუ ნახევარზე მეტი თანხმდებით რომ 18 ნომერი არის შავი, 3 რა. 3 უნდა გადამოწმდეს? ანუ იქნებ ტყუილად ვაშოვებთ ამ გოგოს და ანუ მე მგონია ან ეხლა უნდა გავიდეს, ან უნდა გადამოწმდეს რა. მაგას ვიძახი. ან ერთი უნდა გავიდეს, ან უნდა გადავიდეს. დასრულდა თქვენი დრო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ლაპარაკი. ძალიან კარგი იყო რა. აი, ლენკას ეს სპიჩი იყო ძალიან კარგი. მის მიცემა იწყება 4 ვიღებ კრიტიკა, მე თუ გამიშვებ პატიოსნების წავი, გადის ეს. რატო არ გადამოწმე ასე თუ გეშავები, ვერ გავიდე, რატო არ ვარ გაშავები? მის მიცემა იწყება 4 ვინ ფიქრობს რომ 4-ანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა ჟესტიკულაციები შეწყდა ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა 1 2 3 ბასტოს არ გაწეული ბასტოს ბასტო და ვინ ეგ ვერ დავინახე შევერ დავინახე 1 4 5 9-ს ხო ნახე ბასტო როგორი შავია ამ გადმოსახედიდან ტიპი ერთს უტევს მიწრია დაასახელა და ჩემზე რომელზეც ამბობდა რომ არაპოპულარული აზრია დააფიქსირო ხელს წევს ეგ ვაფშე დაიკარგა. იცი რომ ვერ დავინახე? გვერდით რომელიც არც გამიხედავს. აი ეხლა ვაკვირდები და იმდენად ისი აქ ხელი აწეული. აი ესია. ხო არავინ მიყურებს. ესია კაცო, მაგია არჩას. სოსო ხედავს მარტო. ანუ რეალურად მე ხო გვერდით მეჭდა მე არ დამინახავს. რეალურად ეს არის სოსოც მე კდება. რეალურად ეს არის ბასტოს შეცდომა რა. არ უნდა ეცია ხო ალბათ. უნდა გაიფანტა სადმე ხელი რა. ნუ ბასტოს შეცდომა მანამდე დაუშვა, რომ არ მოკლა ერთი ნომერი. მაგრამ ნუ გამარჯვებულებს არასამართლია. ხო, აი ეხლა ხო ერთ ნომერში დებს აუცილებლად ხელს. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 3-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? მე მაგარი რაღაც. 1 ხმა? ვინ ფიქრობს რომ აი როგორ გიყურებს იცი? ლაშა ძალიან მეგულს ფელას სიმართლე გითხრა, ძალიან. აი მაგრამ ეს კადრი, კალა რამდენი რამის თქმელია ეხლა. არ გაუძლებული. ეს კადრი მე ხო იქვე არაფერს აღარ გშველოდა ლაშა, აღარ გშველოდა თორე კიდე ოკეი. აუ ნახე ეხლა მიეცით ხმა? ბეტრეიალი იყო. მოიცა. ერთი წას რო აგდებს, სკალი რო აგდებს. მიდან იმენა ეგა. ემო ბრუტუს. ბიჭო, ერთი გაიწია, ერთთან. კაი, ვსო. და ვინ ფიქრობს რომ 5-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 4 5 6. რამდენი ხარ? 1 2 6. თუ ვიზა 5-იანზე 9 ზუსტი არის ხო? შენ და რუიანმა ესე იგი 12 ნომრის ბოლოს იტყვა. აი იმინა პატიოსნებს ბრავო ძალიან მაგრა ითამაშეთ მეგობრებო იმინა ყალას ეხლა ნახე მე რა ვთქვი მე ვთქვიო წითელი კარტის გადამოწმას ვაპირებ მეთქი და უნდა გადამოწმა 3-იანი ან 10-იანი იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა უკეთეს იქნება რომ წითელი დამედო არითმეტიკულად ჩავებიფრო იყოს მე რას ლაპარაკობ ლაშა
რა კადრები აქვს ლაშას ყველა მეორია, იმენა ერეკლამეორია. იცი აქ როგორ გააკრიტიკე ლაშა? როგორც დეტექტივი, რომელმაც ცუდად ითამაშა. შენ მაგ მომენტში ლაშას დეტექტივობით თამაშობ, გიო. ხო, მართალი ხარ. თორე შავზე არ აიღებ ფოლს რა, მაგრამ კიდია შავი რო გადის. წითელი უნდა დავდო რო თქვა კიდე მე-13. ხმარო ჩაურთდა ისე გვაყოლე. რა ძმავა ერთი. მე იცი რა მინდოდა. აი სიგიჟია, პროსტა აი ხო. ხუთიანი არ მგონი ხარ რომ შენ მე არ მგონი რომ შენ პატიოსანი ხარ და ესე თუდად ითამაშ. შენ ხარ ალბათ შოგუნი. შენ თუ შოგუნი ხარ შეიძლება არ ვიცი ვიღაცა ყავს აქ ანუ აქეთ ვაფშე რა ხდება 1-11 არ მომწოდა 10-იან ვაფშე რა. ხება ვაფშე რა. აი კიდე გავიდა და აი ამოიღო ყველაფერი რაც თქვენ ვაფშე თქვენ დებილები ხართ ვაფშე. ოპა ყველაფერი არ მომიყია და მიდე. ანუ აქამდე რასაც არ ამბობდი, იმიტომ რომ არ გავარდნილიყავი. ეხა ძალიან აუ იცი რა რთულია რო ზიხარ და ეხვეწები ხალხს რო ილაპარაკონ. მე და კალა ვლაპარაკობდით და ნუ ლეგაც ვლაპარაკობდა რა. ანუ მე 5 და 3-იანი ვლაპარაკობდით. ოკეი. თამაში რა. უმარტივესი ბალანსი იყო რომ ერთიანი და გაგვეშვა უეჭო და იმიტომ რომ 12 ნომერი გამოცდილი მოთამაშეა 4-იანი ვერ გაიხსნაო და მაგრამ ლაშ ერთიანის ფიჩის მერე ანუ არ გაგიჭირდებოდა ხელისაწევა შენ მაინდა არა იმენა არა ლაშა სისხლიანი ყავს ლაშა რა გაუჭირდებოდა ბიჭო ფინალში მიჩხიკინა გაიხსენ დეტექტივად და გაიხსენ და ის ყოფილა კარჩი აქ სწორი სროლა მოხდა 10-იანი არა, ნუ იაკუზას მხრიდან სწორი სროლა იყო რა და მაფიიდან ეხა რავია. შაკუნი მეგონე ალბათ? და იმანაც რო ერთი შემოიყვანა შავად ბიჭო, აუ აი ეს იდეალური იყო. ანუ აქ აი ახლა აჩვენებს თუ მე არ გამომრჩა რა მე. ხო, აქ ეხლა აჩვენებს. ეხლა აჩვენებს ხოლმე რომ ერთიანი შავად მიეციო. რაც ძალიან სიგიჟეა, იმიტომ რომ ანუ აქაც არ კლავენ, ხო ეგრე? არ კლავენ. არა, ამე არ კლავენ. მოიტოქში ბასტო უნდა იყოს. აფის გუნდი. ბასტოს დაურეკე შემოვიდეს და მართლა აგვიხსნას რატო გააკეთა. შეიძლება რაღაცა ისა აქვს, არ ვიცი. აფის გუნდი ხალხო თუ დააგვირდებით ნინიკოს გამოცდის 1, 2 და 9. ხო? ნუ მე რა. კი, ეგრეა. და თვითონ სიტყვასიც დატოვა. ანუ ბიჭო, ძალიან გაუმართლად რა. რა დატოვა 4 შავად, ნინიკომ დატოვა 9 შავად. მე გამოვშტერდი ძმაო აქ. მე რო გავედი, თქვი რომ შაგონი თამაში. გოგოს პერი არ მოუთხოვებია, გამოვშტერდები. არ მოუთხოვებია. ერთი ჩავი 29. აი გამო. ხო და ბიჭო, მაგიტოა დეტექტივი რა. დეტექტივია, იმიტომ რომ ორივე დანებდა, ორიანიც დანებდა, ერთიანიც დანებდა შავა. არა, ანანომ რაც თქვა რომ ანუ ლაშას დეტექტივის ბოლოს დაიჯერეო, ხო ანუ მართლა რაღაცა ის მქონდა რომ აი ემოციურად ეთყობოდა რომ დეტექტივი ხო და რომ გათენდა ეს მოკვდა და პირველ ნომერზე თქვა შავიო და შავმა თავი გაიგდო მეთქი ანუ რანაირად უიპოვა ორი შავი და რანაირად გავიდა თუ დეტექტივი არ იყო ანუ მაშინ ჩამოყალიბდა რომ ლაშა შავი იყო ანუ უკვე მათემატიკურად არ რჩებოდა სხვა ვარიანტი რა კარგი ოკეი ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ხავ ანუ ვეღარ მობრუნდებოდი იგვიწევს მარჯვენა ხელი და ეცებს იაკუძას იგვიწევს შოგუნი და უერთდება იაკუძა აქ არის ორი თემა რომ ეს პირველ ნომერი არ ეთანხმებოდა სკოლაში როგორც მივხვდი ამ სახით ხო? ხო, არ ეთანხმება. არა, ნუ არ ეთანხმება თუ ეთანხმება არ აქვს შეგება. სხვა რა ვარიანტი ქონდა? იაკუძას რა ვარიანტი ქონდა სხვა რომ არა 4 ხო აუცილებლად უნდა მოეგლა. თუ ფიქრობენ რომ 4 დეტექტივი არის რა. არა, 4 იყო ძალიან იდეალური მკვლელობა. გინდ დეტექტივი იყოს. გინდ დეტექტივი იყოს, გინდ შავი უნდა მოკლა, იმიტომ რომ შენი საწინააღმდეგო გუნდი ძლიერი ხო? კი. და მაგიტო უნდა მოკლა ერთიანი. ზუსტად მაგიტო უნდა მოკლას მაფიამ ერთიანი, რომ აი ერთიანი კლავს მერე 4-იანს. მაგას ვამბობდით წეღან და შენ კეფაში ხელი წავუდგე. კი, რა თქმა უნდა, 99%-ში მართალი ხართ. რაღაც პატარა არგუმენტი იყო, რასაც მე ვღაუჭებოდი. კი. მაგრამ აქ ხო არის რისკი იაკუზის მხრიდან 4 ნომერი დაიხილება თუ ეგეთი დეტექტივია. ხო და არის რაღა დროს ხილია. არა, ბიჭო, როგორ რაღა დროს? ეხლა უნდა დაიხილოს. წესით ეხლა უნდა დაიხილოს 4-იანი და სოსო არის გენიალური ადამიანი. გავარდა. რო არ ხილოს. არა, პერი გენიალური ადამიანი გადაახვიე ბიჭო და ხარ.
აუ ესი გაჭედა. აუ არცეთი დეტექტივი არ უნდა დაიხილოს რა. ისეთი ტრაკიანი თამაში უნდა იყოს რა, ორივე დეტექტივი ბოლომდე დარჩეს რა. და ბოლოს გადაწყდეს იმაზე ვინა დეტექტივი. აბა რა. მე ეგ თამაშები მიყვარს. იღვიძებს ექიმი. აი აქ რო ეხა 4-იანი გადაერჩინა ღმერთო. თავის დაიხილა. ეგოისტი ადამიანი არის. ათიანის დახილვაც კარგი იქნებოდა აქ. პროსტა ეხა გადაილული ყავდა და 10-იანი. ბეჭო ეხა პროსტა თავის თავს გადაირჩენდა, მეც ჩემ თავს გადავირჩენდი. შენ ვიცი რომ დეტექტივს არ დახილავდი? მარა ის არის. ან ნახე. სოსო მე გაიხსნა. თავის თავი რომ დაიხილა მე გაიხსნა ექიმად და ეგ ამდენად კაი იყო. ხო, ეგ უკვე მერე ცუდი იყო, მაგრამ აქ რო 4-იანი არ დახილა იყო ძალიან კარგი. მას კონტრარგუმენტი არის რომ ეხა რო გაიხსნა ტრაგი რა. სოსო უეჭველი ექიმი იყო, ვიღა იყო აბა ექიმი. კოპარ. ანუ მან რო თქვა რომ ექიმი არის, რადგან ეგრე სააშკაროზე გამოდის, მაფიამ შემომავიდა არც ეს როლს, იმიტომ რომ დაიხილავს თო იფიქრებს რა. ანუ ეგეც კონტრარგუმენტი არის, რომ სოსო მართლა კარგად თამაშა ასე თუ ისე რა. კაი, ეს არის რა ქვია, აქ ეხა გადის. ეხა ნინიკო ამბობს რომ პირველი არის შავი. იმიტომ რომ და მან დგება და გადის, ანუ ორი ნომერზე რო თქვა შავი, ის ხო გამოჩტერდა და არც უბრძოლია ესე გავიდა უშტა. ერთი ნომერი ფოლებით გადის, ბიჭო, ანუ მაგ დროს ხვის დეტექტივით რანაირად ითამაშო, სულ რო საოცრება ქარბორბალა დაატრიალოს დეტექტივი, მაგრამ ვერანაირად ვერ ითამაშო. გამურიცხულია. მაგიტომ უფრო კომენტარები, რომელიც დაიწერა იმაზე, რა ქვია, არის აი უსამართლობის პიკი, აი რა კომენტარებიც იყო, არ მოსულა ეგეთ კომენტარებს დაწერა ამ დროს. როცა იქ რომ ჯდარიყავი, ორი შავის დადებით, თან ორი ნაღდი შავის, ორივე ნებდება და შენ ხვის დეტექტივით თამაშობ, იმიტომ რომ ლაშაა. ეგ არის ბულშიტი ხალხო, ვინც მაგიდაზე ეждებოდით, ვერავინ ვერ ითამაშებდით. ესეთი ხელი არ ხდება იშვიათ, ესა ხშირად ხო? ძალიან იშვიათი რაღაცა მოხდა. ძალიან. მე მგონი არც კი მომხდარა, დაჟე იშვიათად კი არა, არც კი მომხდარა. მე ბიჭო, ეგრე ქნეს All Stars-ზე ვითამაშეთ, ქორომ რო თავისთავი გაიგდო, ლაშას არ გამომართლა მაშინაც დეტექტივი. თამაში დამთავრდა ორ წამში. თამაში დამთავრდა იქ ორ წამში. просто აქ იყო გამართლების და მეც ქილი გავაკეთე ის მეორე. შევა მე. აუ ბიჭო, ეგეც მაგარი იყო. ხრასამი. არა, აქ რაღაცა კომენტარები იყო, თქვენ ვერ მიხვდით და აუ რა ტყემალზე ხარ და რაღაცა და ბიჭო, ანუ რავი, ეს ლაივით ეს რა ქვია, ვიდეოც იმიტომ იწერება, რომ ცოტა სხვა კუთხითაც შეხედეთ ხალხო, არ შეიძლება ის რა ქვია რა. ვითომაც ვერთობით, ვითომაც რაღაცა ისეთი გარემო იქ, რომ ყველა რაღაცა ერთმანეთს მეგობრები ვართ და გვიხარია და ეხა დორბლები მოიწმინდეთ და რაღაცების წერა, არა მე. არა, ნუ. ეგეთ კომენტარები ამსკი ამოვლებს ზან, რა გავაკეთო? აა, მაგიტო დაიწყო ეგ დორბლებზე ლაპარაკი. აუ ბეჭო, ხო რა, ნუ გეთახმები. თამაშია ბოლო-ბოლო და ეს არ არის, ამ თამაშს არ ჭირდება 160 IQ რა. ეს არის ჩვეულებრივი თამაში, რომელსაც არა აქვს, არა ვიცი. ვიცი რა შეიძლება. ეს არის პრაქტიკა რა და ყველასთვის ახალი არის ეს იაკუტა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რაღაც ლოგიკა ამ ვიდეოდანაც შეიძლება რომ გამოიტანოთ, რომელიც თქვენც გაგეპარათ. მე რას ვიტყვი, იცი? გახსოვს ჩვენ რო ამბობდით რა, რატო იყო ეს იაკუძას დამატება კარგი, რომ ახალ ვარიაციებს შექმნიდა რა. აი ზუსტად ეგ არის რა. ესეთი რაღაცა მართლა არასდროს არ მომხდარა რა. ეს სცენარი მე რაც მახსოვს არ გამითარებულა რავი არც ერთხელ და საინტერესო ვარიაციები შემოდის და სიახლე არის არა მარტო მაყურებლის, არამედ მოთამაშეებისთვის და ხო მეც მესმოდა. ზუსტად ეგ ვარიანტია, რომ აი წარმოიდგინე მაფიის ხო. ამ თამაშიც მე საერთოდ არ ვადანაშაულებ იმაში, აუ მოქალაქეები როგორ ვერ მიხვდნენ ეგრევე ჩემს დეტექტივობას. მე ერთ-ერთი რაც თქვი, იგივეს ვიმეორებ, რომ შეცდომა იყო აი წინა რაუნდი რა, რაზეც ყველანი თანხმდებით, რომ ერთიანი წინა რაუნდში აბსოლუტურად გეთახმებით. არ არის აქ გასაკვირი ის, რომ ვიღაცა ჩემი დეტექტივობით არ თამაშობს. ინიკოს მართლა მაგ ხრივ კარგი თამაში ქონდათ, უბრალოდ გარისკეს. მე არ გავრისკავდი ხომ რაღაცებში გავუმართლათ და მაგიტომ მოიგეს მაფიოზი. ძალიან გავუმართლათ. საბოლოო ჯამში გარისკეს და შამპანიურიც დალიეს რა. ეგრე კიდე გაითვალისწინეთ, რომ ანუ ეს თამაში უკვე აღარ არის ის, სადაც აი ბევრი ფართხალის საშუალება გქონდა. 12 კაცი მარტო 3 შავი რო იყო და მეოთხე სერიული 2 კილით. ეგ აღარ არის. აქ უფრო ის ხარ რა, ბეწვის ხიძე. ხო რა. ასე რომ ყველა ის ლოგიკა რაც იქ გადგებოდა, აქ აღარ გადგება რა. უფრო მეტი ვარიაცია არის. ერთი კითხვა მაქვს, 5-11-ში ვის გაიყვანდი გიო? რო რამე. 19 რო მოგეხსნა აქ.
9 რო გაგეყვანო? ის გაიყვანო. მენკასა და ჰიტას შორის. მოიცადე, აქ ესე იგი რამდენი რჩებით? 11-ს არ შეგეშინდებოდა რა. არა. მოიცა, აქ ხარ? ამის მერე. მე ჰიტას თამაშები ვნახე, რავი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და პატიოსტანი როლი, ანუ თქვენ ძალიან გეშაბოდეთ, მე ვაფშე არ მეშაბოდო და პატიოსტური თამაშებიც ეგეთი აქვს. აი, ნახე, მე რაც მინდოდა რომ მეთქვა რა. თუ გინდა დააბრუნე ხა იმ პოზიციაზე, სადაც მანუსანა მადგებოდა იმით რა ქვია, ფოლები. ხო, აი, პირიქით რომ მომხდარიყო რა, რომ მე რო დავრჩენილიყავი მაგალითად რა და მე ანუ ამ მესამე რა ამ მაგიდაზე უკვე მეორე წითელი რო დამედო, მათემატიკურად დაგანახებთ რომ რამდენი შავი რჩებოდა რა. აი ხა თუ აი აქაც იყავი რა. აქ ხა ხართ ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 3-იანი გადასამოწმებლები, ხო? ანუ ჩემი მხრიდან რა, ეხლა ერთიანს არ გადავამოწმებდი პირობითად. ერთიანი თუ გასულიყო მით უმეტეს ხო არ გადავამოწმებდი რა. რო დამედო გინდა 11-ს, გინდა 10-ს, გინდა 3-ს. გადამოწმება რა, პირობითად. აი 11 უფრო 3-ს და 10 შორის შეიძლებოდა ან 11. იდეალური იქნებოდა 11-ის გადამოწმება. იდეალური ვარიანტი, იმიტომ რომ იქნებოდა. თამაშობდით უფრო მეტად პატიოსნად, 11 გხვდებათ წითელი, ექიმად იხსნება სოსო და შეხედე რა ხდება, ყველა შავი კარტი რჩება. აბსოლუტურად ყველა შავი კარტი რჩება რა. და თან იცი რა იქნებოდა, ნინიკოს ვიღაცა მართლა წითლისთვის მოუწევდა შავის დაძახება. ან თავის შავის წითელ შემოყვანა. არა, მე რო გადამემოწმებინა მაგალითად, იმე სხვა პირობითად არ ვიცი რა, ბასტო მაგალითად რა, შენ აუცილებლად მოგიწევდა ისეთ მაგიდაზე თამაში, სადაც გადაუმოწმებელი ორი ადამიანი იქნებოდა და პლუს 1 გადამოწმებული შოგუნი. ანუ მათემატიკურად რო დათვალო, ამ დროს მიუხედავად იმისა, რომ აქ იაკუძებიც არის, მაინც ჯობია რომ წითლები დადო. იმიტომ რომ შენ ხარ ჯითუჯი რო ამბობდა. აღარ დაგრჩება. მომისმენთ წამს შოგუნი მაინც საპოვნელი ყავს. გინდა შავები იპოვნე. შენ შავებს რო პოვნე, შოგუნი არ ყავს ხო ნაპოვნი. და გინდა წითლები იპოვნე. წითლებს იმიტომ ამოწებ აქაც, რომ მათემატიკურად შავები გამოირიცხოს. უფრო მარტივად მიხვიდე შავებთან. არ ყოფილი არა, არ ყოფილი. გადამოწმებული წითელი. ნახე, წითლები ხომ არ ნახე, მეორე დეტექტივი შენ რო წითელს დებს შავს. მე ლაპარაკობ შენ ერთადერთი დეტექტივი იყო და ეგრე მე შევმოდი, მაგრამ ეს შენთვის არის, კაი, ნახე, შენ მარტივად ხვდები შავი გვინდა და მესამე წითელს რო დებ. ნახე, ეგ შავის დადება თეორიულად ის არის საჭირო, რომ მე შენ მოგცე ინფორმაცია ვინ არის შავი, ხო? მე წითელს რო დავდებ კიდევ ერთს, ჩემთვის უფრო მარტივია რომ გითხრა ვიღაცები აუძახო შავი. მე დაგიწახებ მე. ლაშა. მაშინ მე უნდა ჯეროდეს შენ დეტექტივი. მესმის. ლაშა. გავიგე ვარჯერად ჩემ. მათემატიკურად არ გრჩება შავები. ვიღაცა წითელი გეპარება და მაგდენი ღამე და მაგდენი ხმის მიცემა აღარ გაქვს და ამ წითლების შეგროვებით იმ შავებს ვეღარ გაგყავს ყველა და პლუს შოგუნია. რომელიც ამ წითლებიდან აღარ იცი. ამ კონკრეტულ სიტუაციაში გითხარი რაც უნდა მომხდარიყო და ჰიტას წითელი რო დამედო იდეალურად ჯდებოდა აბსოლუტურად ყველა შავი რჩებოდა სოსო არავის არ შეუტევია მეც კარგი რა ყველა შავი რჩებოდა ბიჭო 1-იანი 4-იანი 5-იანი და 9-იანი მაფიოზი იყო მე რო დამედო მე ხო გადამოწმებელი ვიყავი მაინც 3-იანი არ გაპარა შენთან ანანოსთან თამაშობდი გესმის ეს თამაშობდი ანანოსთან შენ ხო მით უმეტეს იცი რომ პატიოსანი ხარ რა შენ იცი რომ პატიოსანი ხარ ანანოსთან მე უნდა ვიცოდე შენ რო წითელს მაშინ თუ მე ჩამოყალიბებული რომ შენ ხარ დეტექტივი მაგ შემთხვევაში წითელების პოვნა სწორია მაგრამ მე ხო ვფიქრობ რომ შენ შეიძლება შავი ხარ და არ უტევ პროსტა რა მიმეებს რა ქვია წითელ მოქალაქეებს შავს არ ეწა ანუ ლაშა დავამთავრებ და მოგისმეთ რა დავამთავრებ და მოგისმეთ ნახე მე კალა რასაც ამოს ხვდები რომ მე თუ ჯერა შენი გავიგებ მაგრამ შენ თუ იწყებ დეტექტივების განხილვას მე ჩემ კომბინაციას ჩემ ინფორმაციას ხო განიხილავ ლაშა თუ არის დეტექტივი და ეს წითლებია მაშინ ესე იჩება მაფიოზები მაგრამ მაგ დროს უკვე შენზეა დამოკიდებული შეიძლება ჩამოყალიბდე ჩემს დეტექტივობაში შეიძლება არ ჩამოყალიბდე ყველა ვარიანტში მე რო ქალაქს მივაწოდო შავების ინფორმაცია ჩემთვის ჩემი პერსპექტივიდან უკეთესი იქნებოდა წითლის დადება იმიტომ რომ შავებს უფრო მეტად მივხვდებოდი ვიდრე ერთი შავი მეპოვნა და მე სამ ადამიანში მაინც მემსჯელა რა არა არის ხოლმე არა რა კარჩე ვერ გეთახმები რა ჯობია რომ ამ წითლებს დაანახო შავი
და ის შავი კონკრეტულად მარტივად აღსაქმელი არის, ვიდრე წითლის დაძახება 3-ისთვის რა. რაღაცას ვიტყვი რა. 1 წუთი ვიტყვი რა. შეიძლება ვიღაცა შავები არიან მკვდრებით რა. და შენ ძალიან გიშელება 5 პატიოსანი არის რეალურად დარჩენილი და 1 შავია საპოვნელი რა. განა 4 შავია როგორც შეყვები. შეიძლება 1 შავი ყავს საპოვნელი და მაგ შავს უნდა გაარტყა რა. და მე არასწორი მგონია, ვინც მაგარი წითელი მგონია, იმის გადამოწმება ეგეთ კრიტიკულ მომენტში. თან შენ რო არ იყო შენ აი ჩათვალოთ რომ ლაშა არ არის დეტექტივი და ჩათვალოთ რომ ვიღაცა სხვა არის დეტექტივი რა. It takes balls რომ ვიღაცა შავი დაუძახო თუ არის წითელი. მე ესეც მაინტერესებს ვის დაუძახებენ შავს. ხო ხდები? გავიგე. ხო ხდები რა სკულის. ინფორმაციულად მე ბევრჯერ მithქვამს რომ აი ის გამომდის შავი, მაგრამ აი იმენა რომ თავი დაიჯახო რა შენ ხარ ნახდა შავი. ეგეც ბევრ რაღაცას წვეთს ხოლმე რა. შენ მე მე არ გამიჭირდება რომ ვიღაცას უთხრა რომ შენ შავი ხარ. ნებისმიერ მოთამაშეს დაუძახებ შავი. ისე როგორც შენ დაუძახებ, ისე როგორც ყალა დაუძახებს. მაგრამ ამ შემთხვევაში რა მე როგორ არის შავები გასული? მაქსიმუმ מחარა იყო ჩემთვის გასული და ფაქტია რომ מחარა იყო. ათში შავი იყო? არ იყო, ხო? 7-იანი შავი არ იყო. ჩემს მიერ გადამოწმებული წითელია. რანაირად უნდა მეფიქრა რომ აქ შავები გასულია. მე ვთქვი მაქსიმუმ מחარა არის შავი გასული. ჩემ პერსპექტივაში, ჩემ ადგილას ვაყოფილი. არ შეიძლება რომ შავად იყოს მკვდარი. מחარა შავობა საიდან უშვებ შენ? მე ვიტყვი მეორე გუნდია შეიძლება იყოს. მოიცა მაგარი რამე გითხრათ. ხო, მაგრამ მე გუნდია. ერთი ეკუთვნოდა მაფიოზია. არა, ნახე უნდა იყოს მაშინ. იმიტომ რომ ორი სროლაა ლაშ, מחარას ეკბლის მერე ორჯერ. ხო, არის შოგუნია. შეიძლება შოგუნია, შენ მე ლენკაც ეძახი შოგუნს, ხვდები? გასვლისას ვეძახი შოგუნს. კაი, ძალიან გადავიჭრებით, ანუ 1000 ვარიანტი არის და ზუსტად ამიტომ არის ყველაზე მარტივი, ჯობია რა, რომ შავი იპოვო რა და არა წითელი. ერთი წამი, ბოდიში ერთი წამი, მომისმენთ. იქნებ 4 ნომერი სადღაცას იაკუძაა და მაფია გადაამოწმა. ანუ ნახე, აქ შეიძლება ისეთი ვარიანტიც მომხდარიყო, რომ 4-იანი იაკუძაა. და გადაამოწმა მაფიოზი, ანუ გავიდა მაფიოზი და არა შოგუნი მაინც. 4-იანი თუ იაკუძა არის, ზუსტად იგივე ლოგიკაა, შენ რატო არ ხარ იაკუძა აქ? არც 4-იანი არ არის, აქ იაკუძა. ნახე. მოქალაქის თვალსაც უნდა შეხედო რა. 4-იანი შემოდის, იხსნება დეტექტივი და შეიძლება თავის შოგუნს ეფარება. გესმის? იგივე ლოგიკა არ არის ჯიტუჯი. მე ჩემ შოგუნს არ გავაწითლებ. და 4-იანი შეიძლება მოიცა ვინ ეფარება კაცო ვის ეფარება შენ თავიდან გაიხსენე არ ვიცი პროსტა იაკუძა და დეტექტივობას იბრალებს და ამ დაბრალებებში ყველა მოცემულობას აი ყველანაირ დებულებას აქვს გამართლება არ არსებობს ამ თამაში რაღაცა არ შეიძლება და ესე არ უბრალოდ ჩვენ ფიქრობთ რომ განსხვავებული გზები სათამაშოთ ვიღაცას ეურჩევნია ესე მე პირადად მირჩევნია რომ შავი გადამოწმა დაიდოს ყოველთვის იმიტომ რომ ამას შეაქვს დისბალანსი შავების გუნდში არეულობა და ემოციურადაც შავი დეტექტივიც რო თამაშობს და წითელს შავს დაუძახებს ის წითელი ნახდათ შავია თუ არა ხვდები და сейფ თამაში ხო ანუ ემოციურად რა ხო ანუ ემოციურად მე მოქალაქე როცა ხარ შენთვის შევიდეო დეტექტივმა შავი დაუძახოს კი იმ წითელსაც თუ ის წითელია და შავი დაუძახეს მე მივხვდები შავია თუ არა აი ეგ არის ხო ანუ წითელს თუ დაუძახებ იმ წითელს იმდენად არ ხდები რა იმ წითელს იმდენად არ მოусმენ და არ დაიწყებ წითელში სიშავის პოვნას მაგრამ ვიღაცას რო შავს დაუძახებს და შენ ის რომ მოქალაქე ხარ იმ შავს უფრო დავაკვირდები იმ შავში შეიძლება უფრო ეცადო იმ შავის პოვნას რა ანუ ეგ მარტივია ხო ეგ იმენა მოქალაქიდან გამომდინარე თორე რა ხო მოქალაქიდან ხომ არის დეტექტივი ხომ მოქალაქისთვის თამაშობს ლაშას სწორია კი ლაშას გადმოსახედიდან დეტექტივის გადმოსახედიდან სწორია. რა თქმა უნდა სწორია. მაგრამ დეტექტივმა ეს ქალაქს უნდა დააჯეროს და ქალაქს ჭირდება ის რომ ქალაქისთვის იყოს მარტივი გასაგები, თორე ლაშა მისი გადმოსახედიდან აბსოლუტურად სწორს ლაპარაკობს. მან წითლები დატოვა, გამორიცხა წითლები და დარჩა შავი. всё. კაი, ეხლა ზუსტად მაგიტო გამოგვდიოდა, მანუ ორმაგი შავი. კაი, ეხლა ნახე, აქ ლაშა ამბობს, რომ ჩემი გასულით თამაში მთავრდება. ხო, და არ მთავრდება. და არ მთავრდება. ესე იგი 12-2-ში ვიღაც შავია გასული. უეჭველი. თუ ეს ორი წითელი მოკვდა 6 და 7. ო. და აი მართლა რა უბედური ბედი გაკრა მაფიის დეტექტივობაში არ ვიცი. 12-7-ში არის შავი გასული, ეგრე გამოსდი. ხო, ან 2-ში რომელიც შანსი არ არის რომ ლაშასთან ერთად შავი იყო. და ანუ ბარემ იმასაც ვიტყვი რა. მე ვარ ხოლმე
ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, ვინც აი ცდილობს რომ ბალანსი ითამაშოს და რაღაცა. ამ თამაში მეც 4-იანის დეტექტივობით დავიკერებოდი. ოღონდ არა, იმიტომ დედა მომიკვდეს, არა, იმიტომ რომ გამოუცდელია. ჩემგან მაგიტო არა. იმიტომ რომ გამოუცდელია. ახლა შენ რომც თქვა რომ 12 დეტექტივობით ვითამაშებდიო, არავინ არ დაგიჯერებთ, იცი? ანუ მართლა არ არსებობს რომ აი აქ შეიძლება რომ შენ თქოლა ორი შავი გადამოწმებიდან ორივე დაუნებდა რა. ბოლო წრეზე მანამდე გეთაყვები. მანამდე ხო. მანამდე იყო ერთიანი, ორი აზრი არ არის. მანამდე იყო. აი ეგ იყო ჩვენი შეცდომა რა, ეხლა ნუ თქვათ, ბაზარი არა, ანუ. ორი და ეხლა ნახეთ რა. აქ ბიჭო, ყველაფრის ამ კარგად თამაშის, გამართლების და ყველაფრის. მერე ცხრიანი რომ გასულიყო, პატიოსნები იგებდნენ. კი. ეს არის საოცრება რა. ისე ორი კაცი რატო არ ადგა? რა? ცხრიანი გადის და მერე ხუთიანი გადის. რა ძალიან იცი ხა ხუთიანი. ო, ბიჭო, რატო არ გადის? რა იცი რა გადაუტრიალდება. მისმინე, ჯერ ხუთიანი გაიყვანეს. ანუ უფრო მეტად გადის ხუთიანი ვიდრე 11. მე ხუთიანი არ მომწონდა რავი რა. კაროჩე, მან დრო ხუთიანს დაეჯერებინა. ანუ ხუთიანს უეჭველი წაგებული ქონდა მან რა. ხუთიანი იმიტომ გაიყვანეს რომ ლაშამ გადაამოწმა და ანუ ხუთიანი იმიტომ არ გაუყვანიათ რომ ხუთიანი გონიათ შოგუნი. ხუთიანი გონიათ მაფია. აუ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის დეტექტივ 4 ნომრის მაგას ჩართავ რა. მე მაფია გამოდიოდა ლაშა, მახარა და ხუთი. კი, და ნახე, თუ 9 გადის 5 ნომრამდე, ნიშნავს იმას, რომ ღამით ხილი არ კეთდება და ირიცხება, რომ 5 ნომერი შეიძლება მაფია იყოს რა. მან უეჭველი არ იგებს პატიოსნები. მანდაც ირთვება რაღაც ის მომენტი, რომ 5 შევა არ გავიდეს მანდ. ალა. ჯო, რანაირად გამოვდივარ მე მახარას და ანუ მე მახარა და ლენკა პირველ წრეზე უტევს მახარას და მე და ლენკამ დავჭამეთ ერთმანეთთან. ჩვენ სამი შენ და მახარა კიდე შეიძლება რა თქვენ სამი ხო არა, წესით ლოგიკურად არა. მაგრამ სხვა არ რჩებოდა არა. მაგრამ ლოგიკა არ არსებობს ამ. მე მეგონა რომ შენ ლენკას ნახე, მე დაგინახე შენ ლენკას უკეთებ ესეთ რაღაცა, სარამ დაღლდება. გადაგამოწმე. მე გადავდე წითელი დაგვიტოვე. აი ბიჭო და ამანაც ვითომ არ დაიჯერა, ვიფიქრე რომ ეხა ეს არის გამოსწრელი მოთამაშეებიან, დაგიმია ყველაფერი. ანუ რაღაცა, იმიტომ რომ ბასტოზე ვერ ვიფიქრე, რა გავაკეთო, ჰიტაზე არ ვიფიქრე, ერთი წამი. ბაზარი არ არის. ბასტოზე, მაგრამ არ ლოგიკური გუნდია, ხო? პროსტა მახარა გამომდიოდა შავი ეხა. რა, ბიჭო, 2-4 ისა 9 ლოგიკური გუნდია? ვაფშე არა. ნახე, ლაშა, იაკუძა ერთი ნომერი შენთან გუნდში არ გამომდის, გამომდის მახარა და ლენკა. იდეალური შავების გუნდი არ არის ბაზარი არა, მაგრამ ეგრე გამომივიდა. მე მგონი ძალიან ცუდი გუნდია. ბასტო უფრო იყო. გუნდს თუ განიხილავდით. ბასტო უფრო. ეხლა ნახე რა, მოდი. ალბათ. ყველა შეთანხმდა რომ 4 ნომერი იყო დეტექტივი რა, აი აქ უნდა რა. აქ წეპილი დაიწყო. ერთ რაღაცას ვიტყვი. ეხლა 4 ნომრის ბოლო სიტყვა. თქვევიე ბიჭო. არა, თქვი თორე დამოვიწყდება მეც. ნახე ბასტო არ არის ესა 12 ნომერთან ერთად გუნდში, იმიტომ რომ ბასტოს გაწყობს მეოთხე ხელით 12 ნომერი. შესაბამისად, გიორგი უკვე თამაშობს ნინიკოს დეტექტივობით. სწორია, ბასტო ვერ გამოდის. პატიოსანია. ბასტო შავი გამოდის, ლენკამაც ხელი აწია ჩემზე. ლენკას თუ სვავთ, ლენკაზე მეტად ბასტო. კაროჩე, ლაშას გუნდი აღარ ყავს რა. მაგას ვამბობ, მე გუნდი არ მყავს, მე მაგას ვამბობდი. რომ მე მაფიოზის გუნდში არ ვარ მეთქი, არ ვიყავ მე მაფიის გუნდში. მაგრამ ერთი წამი 7 იყო. 7-იანია. უეჭველი. მოიცა, 7-იანი არის, კაცო, შავი, რას მელაპარაკე? აი, ხალხო რა, 7-იანი და მე გამიხილე რომ 7-იანი შეიძლება შავი იყო, მკვდარი. აუ, აბა. კაი. ეხა ეს ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, ლოგიკური იყო რა ხომ მომკლავდნენ. მოკლედ პირველი ნომერი. გეტოვებთ შავად. მე-12 გავიდა შავად, მე-7 გავიდა შავად. მე-10 გავიდა პატიოსნად. მე-5 ნომერს გავიდით. და მე მთელი თამაში. შენ არ ვიცი რა. 9-იანს ეუბნება, შენ არ ვიცია. ცოტა არეული მართან მეწლებ, მე-11 შეიძლება, არ ვიცი. მოკლედ რა. იმედია რომ აი ეს ფიჩი. მაგრამ ლაპარაკობს. იდეალურად ლაპარაკობს. ბიჭო, აი როგორ არ უნდა დაიკერო რომ ეს დეტექტივი მე ამართლა არ ვიცი. ბიჭო, ნახე. დაკერო არა, შოიში, ანუ. ნახე. 9-იანს. მაგას გეუბნები, იმენა დეტექტივად ლაპარაკობს რა. 9-იანს გაკრაკბილი რა. ბიჭო, ტიპი წუხს, რომ ვიღაცა ვერ ქალაქს ვერ დაეხმარა რაღაც.
ანუ შეწუხებული ადრე ხდები. ნამდვილი სამი შავი ფერი დადო. ნამდვილი სამი შავი ფერი და კიდე წუხს რომ იმ მეოთხესაც ბოლომდე ვერდებს. და ისიც შავი არის ამ დროს არ მეტი. კარგი, ესე იგი, აქ რომ გავიდეს 9-იანი, მერე კალატოზი აუცილებლად 5-იანზე აწევს ხელს და 11-იც არა, გიორგი, მე გითხარი წეღან არგუმენტი, რომ ეგ ეგრე არ არის. 9 ნომერი თუ 5 ნომრამდე გადის, მერე ქილი არ კეთდება. ქილი თუ არ კეთდება, კალა 5-ი აღარ წევს ხელს უეჭველი, იმიტომ რომ კალას 5-ი შავი გონია. ხო, მაგრამ თუ ქილი აღარ არის, ხო ხვდები რომ შავი აღარ არის. ხო და მაგას ვამბობ, ეხლა შეიძლება უკვე შენთვის 11 არა რომ შოგუნია. არა, მე ბიჭო, კალას არ მოწონს. ლენკა არ არა, მოწონს. გასაგებია, მაგრამ ანუ უეჭველი შავად აღარ ბიჭო, რეალურად კალა უეჭველი შავი გაიყვანა, უბრალოდ არამსროლელი. სამწუხაროდ აი, თავისთავად, კაცო, მაფია ეგონა, უბრალოდ ეგ არის. მე ანუ ბროდბორჩა თამაშდა, ბასტო იყო მაფიოზიო, გამოვშტერდი. მე ვთქვი რანაირად თქო და რო შემოლაგდნენ ეს მაფიის გუნდი ვინ იყო, ვაფშე გამოვშტერდი და ანუ მე რა ხდება, რა ვითამაშე ეს რა თამაში იყო. რანაირად იყო მე ვთქვი ეს გუნდი რანაირად იყო, ანუ ვერანაირად ვერ მიხვდებოდი მაგას. ამ თამაში გუნდი 2-4-9 უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს მაუე გუნდი. არც ერთ და თან მე რა გალაქტიკაში არ ვფიქრობ, იცი? 2-4-9 წაგებული გუნდია. აი თავის თავში წაგებული გუნდი დახლაჩეს. არა, ნახე, ლენკას ავიწყდება აქ ჩემი დასახელება. ეგ რა გიჭირავს? ხო. რა. ლენკას ავიწყდება ჩემი დასახელება. რამაც ცოტა ბიჭო იმას მიქნა, რა ქვია. დამძაბა რომ მეთქი ან თუ შავია ჩემი გადამ რატო დაავიწყდა თქო, მაგრამ იყო შანსი. მე მინდოდა ჩემ 30 წამში მინდოდა მეთქო რომ ორი კაცი ავაკენოთ თქო. ჩემი 30 აუ, წამში ეგ რატო არ განიხილა არა. პოლი არ ქონდა, გიორგი. ლაშასთან ჩხუბში შენ დამიწერე? მოიცა, ბასტოს აყენებდი 5 ნომერთან ერთად? ბიჭო, ბასტოს არ ვაყენებდი, ეგ არის თავარი, ბასტოს. ხიტას აყენებდი შენ. არა, მაგას გეტყვი. მე ორს არ ვაყენებდი. მე ხარ რა იდეა მქონდა. დაჯდომა. მე მინდოდა რომ ის არ ყოფილიყო. არავინ გასულიყო. არავინ გასული. ძალიან მარტივია რა. ესე ანიშნე და მე ესე რა, ორივე ჯდება რა. ბიჭო, არა, მაინც მაფია ეგრე არ არის, თუ შაგოს ვერ გააწყა. ანუ უეჭველი ორი კაცი უნდა გასულიყო. მაინც მაფია იგებს, თუ დარჩნე მაინც მაფია იგებს. მაფია მოკლავს ვის მოკლავს, 5 ხო არ მოკლავს. პატიოსას მოკლავს, და მე უეჭველი წაგებულია. 11 3-ში კლავს ვიღაცა. ან დავიწყდება თქვენ ერთი მომენტი რა, როცა 4 კაცში 2 შავი ზის, აქეთ იქით გუნჩიც რა. ისინი ვერ გაიყვან შენ. რომელი აიწევს საკუთარ თავს? არავინ არ აიწევს. ეგ რა თქმა უნდა. ბიჭო, არა, მე რა ეს არ ყოფს ორივე შავი. მაშ, ნახე, ეს არ ყოფს ორივე შავი. არავინ არ გავიდეს თქო და ერთი ვარიანტი რჩებოდა რომ ბასტოს ესროლა ლენკაზე. ხო. არა. მაგრამ ეგ უფრო თქვენ. ხო და ეგ უფრო ცუდი ვარიანტი არის რა, ბასტო ლენკას არ მოკლავს. არ მოკლავს. აცი ერთი ნომერი იაკუძა არ მოკლავს თელი თამაში და 5-იანს არ მოკლავს შანსი. ანუ თან ნახე რაში ის რო არის რომ ის ორი კაცი სადგომაზე შენი ხმა იყლაპება კოპალ იყლაპება შენი ხმა. ანუ აქ ორივე ცუდი კარტი ისეაც არ დასახელდებოდა გაყოფაზე რა. ანუ აქ სახელდება ან 5-11 ან მარტო 5 გადის. იმ აქ 9 აღარ სახელდება რა. მე ბასტოს არ გავიყვანდი. ეს იყო ჩემი შეცდომა. ორი შეცდომა მქონდა ამ თამაში სერიოზული ძალიან. არც 11 ბოლომდე დავიჯერე ბასტოსი. ანუ ბოლომდე, ანუ ხა ლაშაზე მანიშნებდა სულ რაღაცას, რომ ბიჭო ლაშაო ძალიან ყვირისო. აი მამზადებდა იმისთვის, რომ ლაშა კალოჩე ცუდი კაცია რა. ანუ რაღაც ხელს მიქნოდა, ბიჭო, აი ძალიან არაო რა, აი არ ჯერა და რაღაცებს. ანუ მართლა ქონდა ეგ კომუნიკაცია მე და ბასტოს და ეგ შეცდომა იყო რომ ბასტოზე ვერ მივხვდი და ვერ გავლინკე. უნდა მიფიქრა ეგეც რა თქმა უნდა. და მეორე ვარიანტი ის იყო რომ ერთიანზე ხელი ნაგვეწია. ეგ იყო და არა არც 11 ზუსტად შენაირად იყო რომ 9-ზე უბრალოდ არც კი ფიქრობდა. არა ბიჭო ბასტო ნახე ბრატო სად მათოხლა. მე ზუსტად რასაც ფიქრობდი ზუსტად გეუბნები, აი რასაც ფიქრობდი, რა გადაილაპარაკე. იმას ლაპარაკობდა. ბიჭო, ერთი წამი რა, კოპალ, ერთი წუთი რა. 9-ანმა თქვა რომ მე 11 გამყავსო, კაცო, რა ის 11-9-ზე აწევს ხელს. 11-მა 5-ში აწია, ბიჭო, ხელი 5 ნომერი. ჯერ იყო 11 ნომერი დასახელებული და 11-ში აწია. დიდი. ბიჭო, 11 არ თავის გამართლებაში მაინც 5-ში წევს. ხო და არ უნდა აწიოს. ხიტამ თქვა რომ ბასტო მე და ბასტომ თქვით რომ ბასტო ძალიან მოგწონს. ორივე თავზე ხელი გადაუსვით და всё წავაგეთ ანუ მივხედავთ იმისა რომ 11-ს უტევს 9 ნომერი 11 არა 11-ს არ აინტერესებს მაინც 5-ში დებს ხელს
ხო? იმიტომ რომ 12 ყავთ შავი. აქ სოსო ლენკამ რო გაგვიხსნა, სოსო ეგ არ მომეწონა კიდე, ლენკა მაგიტო არ მომეწონა კიდე რომ სოსო რო გაგვიხსნა, ამას თავი დაჰილული ქონდა უკვე და აი სხვა რო გასულიყო კიდე უფრო მეტი შანსი შეიძლება ყოფილიყო, არ ვიცი. გამე სოსო რო კვდებოდა. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და მაგარი თამაში იყო და ეს რო ვერ დაინახა ხალხმა გული მეწინა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სადახაობრივი და უჩვეულო თამაში იყო და ეხლა როდემდე ვითამაშოთ რომ აბა ჩამოყალიბდით პოდკასტმა. ნახე რა თქვეს ერთი კომენტარი იყო და დისკუსიაში შევედი რა რომ მესამე თამაში ჯობდაო ამასო რა და რომელი თამაში რომელშიც შავები სამივე შავი დანებდა და თამაში დაიწყო მაშინ როდესაც 12 ნომერი გაიხსნა იაკუზა ექიმად ანუ აქ სულ დრაივი იყო და მესამე თამაში საშუალო ყურებაც კი მაგას ასახავს რომ აქ უფრო მეტხანს უყურა მაყურებელმა ვიდრე იმას რა ხო და რაც უფრო მეტი ალგორითმია საუკეთესო თამაში ეს იყო. კი ბატონო. ამ სეზონის ყველაზე კაი თამაში იყო. სანახაობრივად. იმის მიუხედავად რომ გული მაქვს მოყოლილი ორი კვირა დეპრესიიდან ვერ გამოვდივარ ამ თამაშის მერე, აი მართლა ეს სახე მაქვს ჩამოყოლილი. მართლა ყველაზე კარგი თამაში ეს იყო, რა ვქნა. მე უშენ რეალი ბარსელონას უყურე, გამოისვეს ეს რეალი და ნერვები მქონდა მოშლილი, მე გავხსენი მაფიის კომენტარები და ანუ ვაფშე ანუ მეთქი ახლა ჩამოვიკიდებ თავს ვაფშე ანუ რა ისტორიები მქონდა დაუბრუნდები კიდევ ერთხელ თამაში დასაწყის ნახე ლაშას თქვენც ახლა ნახე მაფიას თამაშობ ძალიან ხშირად და რაღაც შაბლონები გაქვთ უკვე რომ არ მოწდება 1 არ მოწდება 2 რაღაცები გაქვთ რა რაც მე არ ხელმძღვანელობ სიტყვაზე ბოლომდე ეგრე იმიტომ რომ მე მაგდენი უხეშად რა თქვა მაგრად კიდია ეგეთი შაბლონი კიდია ვითვალისწინებ მაგრამ ის არის რა ნახე ისიც სწორია, მაგრამ რომ აქ არის სწორი შეხედულებები ძალიან ბევრი, უბრალოდ ხან ერთი ამარცხებს, ხან მეორე. შე როგორ თამაშობ რა, როგორ სტილს აერჩევ. ლაშას უეჭველი ეგონა, რომ ორიანი შავი იყო და არ შეაგუწმა. ხო ეგრეა. მაგრამ მაგის პონა არ გაგვიჭირდებოდა რა, მაგის გადამოწმება. მეც არ შევამოწმებდი. ხო, მაგრამ ნახე, ადგა მეორე დეტექტივი, გაექანა და ვისაც ქალაქს ეგონა შავი, მოგცა შავით. ეს ხო უკვე შეზე ეს ხო ლაშასთან მაგ მომენტში head start-ს აძლევს იმ მეორე დეტექტივს. აი იმ მომენტში რა? ხო. ვიკითხავ. შენ ლაშას ორიანის გადამოწმებას აპატიებდი, მე არა. მაგრამ 4-ს ვაპატი. აი გარი ჩემი შეცდომა. არის, რა თქმა უნდა არის. ორი ხო არასდროს გადამოწმებდი დეტექტივი. ნახე, ანანო ნახე. ლაშა როს ეხა წარმოვიდ არ გაძლევდა შენ გონია რომ არ გაძლევდა ლაშა ამბობს არა ორიანის შავად შემოყვან მახარაზე ამბობს უყურე ეხა რა მახარაზე ამბობს რომ შავია რა გადავამოწმე შავია რა ხდება ამ დროს აი რა დისბალანსი შეგა იქ 4-იან რომელიც ჩამოყალიბებული რო რამე ორიანი უნდა მისცეს შავად ხო არ გამოდო არ არის ჩამოყალიბებული არა ნუ აი ხა როგორ არ არის რომ იცის რომ თუ რამეა მახარაზე აშავებს ყოველ და ამას თო მიახტეს აბა იქ მოიფიქრა უცებ არ წინასწარ რაღაცა მოგონდა იმენა უცებ მე არ მინაპარაკია რაღაცა მონახაზი ხო შეიძლება კონდეს არ მე რას გეუნდები იცი შენ შავი სპოვნით რაც არ უნდა აჩკარა შავი იყოს ძალიან დიდი დისბალანსი გაქვს მაფიის გუნდში როგორ გაგეხსნება მე ის ტიპი და როდესაც მეორე დეტექტივი გეხსნება უეჭველი შავი რომ გონია ეგეთ ტიპით მე შენ უკვე ჩამორჩები იმას რა მე ვფიქრობ რომ ნინიკო 12-ის შავით გაიხსნებოდა ორიანის შავით რო გახსნილიყო ლაშა ნინიკო გაიხსნება 12-ის შავით იმიტომ რომ ნინიკო ჩემზე უკვე იმოქმედებდა ის რომ დეტექტივია ნინიკო ლაშა გაიხსნა ჯერ და მე იხსნება ანუ ეგ მომენტი ყველა ვარიანტში ჩემზე იმოქმედებდა ცუდად და პლუს მაგას ნინიკო როგორც არ უნდა გახსნილიყო ლაშა რომ მახარას შავად მომცემდა აი მახარას შავაში ძალიან დარწმუნებული ვიყავ მაგრამ ის არგუმენტიც არის ნახე მე რომ აბსოლუტურად სწორი ვარ მე გეუბნები ამ ვერსიას რა შეიძლება და მომხდარი იყო და რა შეიძლება და მოსვლოდა ჩავებს მაგრამ ერთი რაღაც ლაშას შავად მოეცა ორიანი მე ვფიქრობ ლაშა აი რა ისაც ნახე თუ გადამოწმება საკეთებ და დეტექტივი ხარ აუცილებლად ამოწმებ იმ ადამიანს ვინც ვიღაცის ფერზე გაგიყვანს ორი ნომრის შემოწმება ვისზე გაგიყვანს ეს არის შენ როგორც თამაშობ გამიყვანა ნაკოლი მომცადა ისა რა ქვია 7 ნომრის შავით გავიგე 3 რა კაცია 2 საჭმელი რა აქვს სახში შეშმელი ეს თამაში ჩემზე არ არის მე ვარ მოკალახე მე ვარ ადამიანი ვისაც ყველაზე ხშირად ამოსდის მოკალახის კარტი მე მგონი ანუ მართლა მოკალახის პერსპექტივიდან
ესეთი თავდასხმები, მაგრამ მოქმედებს რა, როცა შავებს თავს ესხმიდა, საშკარავზე გამოყავს, მე იბნევა ის დეტექტივის რაქნას. მაგიტო არის რომ შავს როცა აძლევ, მე იბნევიან ისინი დეტექტივი ჩემ ვერ გაგეხსნა. ეგ მაგაში გეთახმები, მე ვამბობ. მომისმინე. ანუ სხვა რაღაც ხო ფეხბურთში, სწრაფი გოლი რო გადის რა, რომ აი რო იბნევიან და არიციან რა ხდება. ეგ მომენტია თორე მეტი კი არაფერი. კი ბატონო, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იმის აშკარა შავი იყო, 7 ნომრით გავდიოდი იმაზე, მაგრამ ემოციურად მე შავს თუ ვიდე პირველი ვეღამის. ნახე, 7-იანი რო დახვდეს შავი, თუ ეგ იძლევა 5 ნომრის წითელ ფერს, უფრო მეტად ჯობია რომ 7-იანი გადამოწდეს, ვიდრე 2-იანი ბეტონ შავი შეამოწმო, არაფერზე რო არ გაყავხარ. მაგას გულისხმობ. ეგეც ხო არ არის 100%. ეგრე ხო სწორია. შენ ხო 100% რანაირად არის. შენ ხო უფრო სწორია. აჰა, ადგა ბეტონის შავი მოგცა მეორე დეტექტივმა და მე ჭამე რა. მე მგონია ესეთი რაღაცა მოხდებოდა მაგას ვერ შემაცვლევინებს რომ ნინიკო გაიხსნებოდა მაინც. იმიტომ ნახე ნულოვან წრეზე დაცნობით ხამეს იძახის რომ მე გავიხსნები დეტექტივათო რა. მე რო გავხსნილიყავი ორიანის სიშავით, გაიხსნებოდა ნინიკო ვიღაცის ციცითლით ან სიშავით, არ ვიცი, მაინც מחარა გავიდოდა, მაგრამ მაინც ნინიკოს დეტექტივობას ითამაშებდა ქალაქში. შენ კონკრეტულად და ანანო კონკრეტულად კი არა. ანუ ეს სცენარი არ შეიცვლებოდა. იმიტომ რომ მან კიდევ სხვა არგუმენტი სუფევდა. ხო, აღიარებთ. კი. ეგრე არის რა. ეხლა ლენკა მართ არ უნდა მეკამათო, ზუსტად ვიცი რომ იმიტომ ჩაეწერა რომ მართლა დეტექტივი ეგონა. ბიჭო, ეგონება ერთიანის კი შავად შემოუყვანა, ერთიანი. გეუბნები, ანუ ერთიანის, 4-იანი. აგერ აჩი თეორია. מחარა მაინც გავიდოდა, მაგრამ დამიჯერე, მე მაინც გამიყვანე. ანუ ეს სცენარი არ შეიძლება. ეს არის თეორია, კი ბატონო, რომელსაც კი ბატონო. მაგრამ ნახე, შენ როდესაც ორიან შავს აძლევ, მე იმ დეტექტივს რაღაცა ფიქრი აქვს, ვაფშე ანუ გაიხსნას, არ გაიხსნას, ამის სცენის შავი მიეცი შავად. ანუ ემოციურად როცა მის შავს ამოწობ, ის სხვანაირად იხსნა. მე ესე მგონია. ბიჭო, ტიპი წითელი ის რა ქვია, გადავამოწმე, პატიოსანი მოქალაქე და წამის მიესეჩი გამეხსნა. თავის შავზე არ გამეხსნებოდა, ხა რას მეუბნებ. გაგეხსნებოდა უეჭვით. გადაწყვეტილი ქონდა? კი. იგრევე გადაგემოწმებინა. ორი რო გადაგემოწმებინა, გავრეკავდი იმ წრეზე გიყვანდი ყველა ხელით. ორს ვერ გადავამოწმევდი რა. מחარას ამოწმევს მაგას ვერ გადავამოწმევ. აი ლაშა რომ מחარას ეგრე მე ვიყავი დეტექტივი ლაშ, მე ვიყავი დეტექტივი ერთხელ. მე ბოლოს რო საოცრება ჩავიდინე ეგ ხელია და ჰალკი იჯდა შავებში. ჯითუც ყავდა ჰალკი შავად. და თქვა რომ მე არ ვიცი თამაში ამ კარტით როგორ უნდა ვითამაშო. ეგეთი რაღაცა თქვა. პირველ წრეზე, ნულოვან წრეზე. მე მაგ დროს მივხვდი რომ შავი იყო, მაგრამ არ გადავამოწმე შავად და მე დღე გავაშვებინეთ. კი ბატონო, ეგ მომენტი არის, ანუ იგივეა. დაჟე מחარა უფრო მეტად מחარაზე კი არ ვამბობ, რომ מחარას არ გადავამოწმებ, კაცო. מחარას შენს კარგად იცი, ქონია კარგი თამაშები. מחარა მაფიოზდაც მოიგო, ანანო იყო კაკრას წამყვანი, თუ გახსოვს. შენ მოგიგო სამი. მოიგო შეჩემ, ანუ იმიტომ მე ვამბობ რომ מחარა არ არის გადასამოწმებელი კი არა. უბრალოდ მაგ თამაში პირველ წრეზე מחარას ვერ გადავამოწმებ. იმიტომ რომ ისეთი ლაპარაკი ქონდა რომ მართლა შუბლზე ეწერა რომ ცუდი კარტი ვარო რა. მაგ თამაში თორე מחარა შეიძლება გადავამოწმო კაცო რა პრობლემა. და შეიძლება და სხვა გადაგემოწმებია და ხოდა რომ გეთქვა რომ ორიანი გადავამოწმო. იმიტომ რომ მეტ ნახე ჩემი მიზანი იყო რომ უფრო მეტი ინფორმაცია გქონოდა საბოლოო ჯამში. ვიდრე מחარას იშავე იყო მხოლოდ რა. ამით რისი თქვა გვინდა, რომ ახლაც კი თამაშის მერე რაღაცებზე ვერ თანხმდებით. ანუ არის რაღაცა რომ ახლაც არ გჯერა ლაშას დეტექტივობის. ანანოს ესე გონია, ლაშას ესე გონია და ვერ თანხმდები. ანუ მაგიტოა საინტერესო. არა 100%-იანი რეიშიო რომ აი ამას თუ იზამ, უეჭველი ეს არის და. ხო და ანუ თამაშის გამო ვიღაცამ რომ აუცილებლად რა ლაშას არ ქონია ცუდი თამაში? როგორ არ ქონია? ყველას ქონია რა. თამაშის გამო რომ ეს ადამიანი როგორ არ ქონია, აბა ეს რა იყო? ანუ თამაშის გამო რომ ეს არის დებილი და ვერ ხვდება და მეორედ აღარ მოიწვიოთ, გახსოვდეთ მაფია რისთვის შეიქმნა რა. ჩვენ მაფიის თამაში კი არ გვევასებოდა და იმიტომ დავიწყეთ მაფიის პროექტი, არა. ჩვენ დავიწყეთ მაფიის პროექტი იმიტომ რომ გვინდოდა რომ რაღაცა უფრო მეტი ადამიანი შეკრებილიყო. არა, იცი რა არის ჯი თუ ხალხმა დონემ, ანუ შენი ამ მაფიის იმით რა ქვია რომ ეს თქვენი გუნდი მუშაობს ამაზე ძალიან მაგრად და გახდა სახალხო პროექტი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისწავლა თამაში. და რა თქმა უნდა, მოთხოვნილება არის ის, რომ მე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ვთხოვენ, რომ ეხლა მიდი გადი და ის ირბინეთ, ანუ მეც რომ გამოვდივარ,
იქ რაღაცა თამასო დააფიქსირო თორე ნუ მე უნდა მომხვდეს და არ უნდა შეხედო მაინც ეგრე რა მესმის სტატუსები ჩამოყალიბდა რა აი რა შენ არ გეკადრება თამაში არ არის მარტივია ხო რაღაც ვიტყვი რა ანუ ზუსტად იგივე უნდა მეთქვა რომ რაც არ უნდა კარგი ან ცუდი თამაში ჰქონდეს ადამიანს ძალიან დიდ ხონა იქნება რომ მსგავსი კომენტარები მით უმეტეს ისეთი მოთამაშეების რომ ძალიან ხშირად მოდიან ჩვენს პროექტში და მართლა ეს პროექტი რომ ამ დონეზე არის ბევრი ისეთი ადამიანის ჩამოსვლა შემიძლია რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აგერ ერთ-ერთი კალა არის მაგალითად ძალიან ცუდი წასაკითხი და მოსასმენია იმიტომ რომ ესეთი თამაშია არ არსებობს რომ ყოველთვის კარგი ანუ გამორიცხულია რომ სულ მოიგო არ არსებობს სადღაცას რაღაცა შეგეშლება მით უმეტეს მეორე და მესამე ხელს არ ვთამაშობთ და თქვენც რო ითამაშებთ 100 ხელს 99-ს თუ ჩაატარებთ იდეალურად ერთი იქნება საშინელება და მაგის გამო არ შეიძლება რომ გადაუვაროთ მით უმეტეს როგორც ჩიტუჯი მახსენა ეს არ არის სპორტის თვალსაზრისით არ უყურებთ ეს არის შოუ სადაც ვიწევთ ახალ მოთამაშეებსაც და ვაძლევთ ყველა საშუალებას და აქ შეიძლება უფრო მეტად რაღაცებზე თვალი დავხვიჭოთ, ვიდრე შეიძლება მაგალითად All-Star-ში, All-Star-ში შეიძლება რაღაც მოხდეს და ასეთი ქა უნდა გადაუვაროთ. საბოლოო ჯამში ეს არის შოუ, რომელსაც ვაკეთებთ მეგობრები, იმისთვის რომ თქვენ გესიამოვნოთ, თქვენ უყუროთ და თქვენ გაერთოთ და თქვენ თუ ასე დაიწყებთ ნებისმიერი ადამიანის ესე რაღაცნაირად გათეულას, იმიტომ რომ უბრალოდ თამაში არ წაუვიდა და რაღაცას ვერ მიხვდა, ეს პროექტი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება რა. კი არა, სურვილი აღარ ექნება, ხალხს მე პირადად აღარ მექნება მართლა რომ სად ვიდე და ისე ვითამაშე, იმიტომ რომ თუ ტოქსიკური გახდა სიტუაცია, მე რავი ხა, მე ის იმ ადგილას ვარ, სადაც კარგი გამოხმაურება მაქვს. მე რაღაც პროექტს ვაკეთებ ჩემ არხზეც, პოდკასტი იქნება, თუ ნებისმიერ რამ სადაც ყოველთვის იქნება ნეგატიური კომენტარები, აღარ გავაკეთებ იმ პროექტს, ხო ძალიან ის არის მარტივია. კი ბატონო. 100%-ით გეთახმებით. მე მგონი ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა, ჩაუჯექით, ბოლომდე უყურეთ, თუ ეხლა შემოხვედით. და აბაჰე. მადლობა მეგობრებო, რომ ეხა არის ღამის 3:30 და ესე 2 საათიანი ვიდეო გამოვაცხეთ. კარგი. არა, ხო, ძალიან ბევრი ვიბაზრეთ მართლაც. კი.